გამარჯობა კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი ესწრება და ესეთი დაინტერესება გამოიწვია ამ მასტერკლასმა და იმედი მაქვს, რომ რასაც გავივლით, ნამდვილად გამოგადგებათ და გამოიყენებთ თქვენს საქმიანობაში. როგორც ხედავ, ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ხართ აქ და მე პირადად ვარ ციფრული რეკლამის სპეციალისტი და ძირითადად ეს მასტერკლასიც ამ ნიშურ ჭრილში არის გაკეთებული, თუმცა ამ მასტერკლასის განმავლობაში იმ ტაქტიკებს, რასაც მე განვიხილავ, აბსოლუტურად თავისუფლად შეძლებთ, რომ გამოიყენოთ თქვენს საქმეში, თქვენ ნიშაში და იმ სურვილების მიხედვით, რა სურვილები და მოთხოვნებით თქვენ გექნებათ, ასე რომ იმედია საინტერესო იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის. მადლობა თქვენ. კარგით, რომ დავიწყოთ, მოკლედ მინდა რომ ჩემს შესახებ მოგიყვეთ. მე ვარ ანა გოგავა, Meta და Google Certified ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი უკვე 5 წლიანი გამოცდილებით. ამ 5 წლის განმავლობაში მიმუშავია არაერთ ქართულ სააგენტოსთან. აქედან ზოგიერთი სააგენტო იყო ლოკალური სააგენტო, ზოგიერთს ჰქონდა აფილიაცია გლობალურ სააგენტოებთან, მაგალითად დენცუსთან და მედიაკომთან. შესაბამისად, არაერთ გლობალურ პროექტზე მიმუშავია, ისეთებზე როგორც არის Coca-Cola, Samsung, Nestle, Nescafe და ასე შემდეგ. თქვენ თვითონაც ჩაიკითხავთ ამ ყველაფერს. ამ ეტაპზე მუშაობ კრეატიულ სააგენტო Hansen Gruber-ში, სადაც ვარ ციფრული დეპარტამენტის ჰედი. და პარალელურ რეჟიმში მუშაობ როგორც ფრილანს ციფრული მარკეტერი ან ფრილანს პერფორმანს მარკეტერი. მუშაობ როგორც ლოკალურ პროექტებზე, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროექტი, რომელზეც ფრილანს ტიპის პროექტად მუშაობ არის Hairstory, შეიძლება გაგიგიათ კიდევაც, ქართული e-commerce სამკაულების მაღაზია არის, რომელიც თითქმის ნულიდან დავიწყეთ და ახლა საკმაოდ გაზრდილი არის და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული e-commerce სამკაულების მაღაზია არის საქართველოში და ძალიან მიყვარს ეს პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 2 წელზე მეტი არაც მუშაობ. რაც შეეხება უცხოურ პროექტებს, მიმუშავია როგორც ფინანსურ კომპანიასთან, რომლის headquarters იყო დუბაიში და target აუდიტორია იყო თითქმის მთელი მსოფლიო, ევროპის მრავალი ქვეყანა, ასევე ამერიკა, ასევე კანადა. ასევე დღეს მუშაობ ამერიკულ პროექტზე, რომელსაც ქვია Watch My Diamonds. ეს არის e-commerce მაღაზია, რომელიც ყიდის ლაქშერი საათებს. მოკლედ რა ვთქვათ, ჩემი გამოცდილება მოიცავს როგორც e-commerce-ის მიმართულებით მუშაობას, ასევე lead generation-ის მიმართულებით მუშაობას, რა თქმა უნდა, performance marketing-ის ჭრილში და ზოგადად ციფრული მარკეტინგთან მიმართებით საკმაოდ მსხვილ გლობალურ ბრენდებზეც მაქვს დამუშავარი. სულ ეს იყო ჩემს შესახებ მოკლედ რაც მინდოდა რომ მეთქვა. თქვენ კი გავიგე უკვე რა პროფესიის ხართ და დაახლოებით რა გამოცდილება გაქვთ და ეხლა გადავიდეთ სილაბუსზე. შევეცადე რომ თუ ძალიან არ გჭირდება, თუ შეიძლება full screen-ზე რომ გვაჩვენოთ, ან უფრო დიდად დავინახავთ და სხვა რამებს გერობით არ პირდება და შეგვიძლია full screen-ზე გადავიდეთ. ხო, დღევანდელი ტრენინგის სილაბუსს რაც შეეხება, შევეცადე რომ ისეთი სილაბუსი ყოფილიყო, რომ ისეთი ადამიანებისთვისაც საინტერესო ყოფილიყო, ვინც ახალი არის ციფრულ მარკეტინგში და ისეთი ადამიანებისთვისაც, ვისაც რაღაცა გამოცდილება უკვე აქვს. შესაბამისად, თავიდან დავიწყებთ იმაზე საუბრით, თუ რა არის ციფრული მარკეტინგი და მისი ძირითადი არხები, რა სპეციალობის ადამიანები არიან ციფრული მარკეტერები. შემდეგ გადავალთ ციფრული მარკეტერის workflow-ზე. ეს ძირითადად იქნება freelance ტიპის მარკეტერის workflow-ზე საუბარი, იმაზე თუ რა მოვალეობები აქვს freelance digital marketers და როგორი არის მისი სამუშაო პროცესი. შემდეგ განვიხილავთ მოკლედ იმას თუ რა არის AI, როგორ მუშაობს და როგორ ვესაუბროთ მას, კონკრეტულად ChatGPT-ზე გვექნება კონცენტრაცია ამ ტრენინგის განმავლობაში და შემდეგ უკვე აი ამ workflow-ს მიხედვით, რომელსაც გავივლით, შევეცდები, რომ live რეჟიმში გაჩვენოთ, მე პირადად როგორ ვიყენებ ამ workflow-ს თითოეულ step-ზე ChatGPT-ს, როგორც ჩემს ასისტენტს, ესე რომ ვთქვათ, ან დამხმარეს. ამაში შევა როგორც ინტერვიუს ეტაპი,
ანუ გასაუბრების ეტაპი, სანამ რაღაც პირველი შეხვედრა არის კლიენტთან ჩანიშნული, ასევე ბრიფის შეგროვება, ბაზრის კვლევა, აუდიტორიის ანალიზი და media planning-ი. ეს არის ის, რაზეც ვისაუბრებთ დღეს. კარგით, რა დავიწყოთ, რა არის ციფრული მარკეტინგი? ზოგადად ციფრულ მარკეტინგზე როცა ვსაუბრობთ, ძირითადად ეგრევე ახსენდებათ ხოლმე ის რეკლამები, რომელიც ხდებათ Facebook-ზე და Instagram-ზე სკროლის დროს, ან YouTube-ზე როცა რაღაც ვიდეოს უყურებენ და ამოხდება ხოლმე 6 წამიანი ვიდეოები ან 15 წამიანი ვიდეოები, რომლებსაც ვერ სკიპავენ და ნერვებს უშლიან. მაგრამ რეალურად ციფრული რეკლამა არის ციფრული მარკეტინგის მხოლოდ რაღაც პატარა ნაწილი და ციფრული მარკეტინგი თვითონ არის ბევრად უფრო ღრმა სფერო, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სპეციალობას და ნიშას. ამ ყველაფერს მომავალ სლაიდზე გავივლით. მანამდე მოდი მაინც განვიხილოთ როგორ აფასებენ ექსპერტები ციფრულ მარკეტინგს და როგორ ხსნიან. მაგალითად ფილიპ კოტრელი, რომელიც არის თანამედროვე მარკეტინგის მამა, ასე განმარტავს ციფრულ მარკეტინგს. ეს არის პირდაპირი მარკეტინგის ფორმა, რომელიც ელექტრონულად აკავშირებს მომხმარებლებს და ბიზნეს ინტერაქციული ტექნოლოგიების გამოყენებით. HubSpot-ის განმარტებით ციფრული მარკეტინგი არის ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა, რომელიც მოიცავს ინტერნეტს ან ელექტრონულ მოწყობილობას. ხოლო ნილ პატელი ესე განმარტავს ციფრულ მარკეტინგს. ეს არის მარკეტინგის ნებისმიერი ფორმა, რომელიც ხორციელდება ინტერნეტში და საშუალებას აძლევს ბიზნესს რეალურ დროში დაუკავშირდეს მომხმარებელს. ეხლა უფრო ღრმად რო განვიხილოთ, რა სფეროებს მოიცავს ციფრული მარკეტინგი. როგორც ხედავთ, ციფრული მარკეტინგი საკმაოდ ბევრ სფეროს მოიცავს და მოდი თითოეულ მათგანს მივყვეთ და დეფინიცია გავუწეროთ, ან ცოტა ერთი-ორი სიტყვა მივუძღვნოთ თითოეულ მათგანს. პირველი ნაწილი არის საძიებო სისტემების მარკეტინგი. საძიებო სისტემები არის მაგალითად Google-ი, ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემა, ასევე Bing-ი, Yandex-ი და სხვა მსგავსი პლატფორმები, სადაც ადამიანები შედიან იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია იპოვონ, ან იპოვონ რაღაც კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი. თვითონ საძიებო სისტემების მარკეტინგი უკვე ორ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანს შეიძლება რომ მოიცავდეს. ერთი არის ციფრული რეკლამის სპეციალისტი, ის ადამიანი, რომელიც საძიებო სისტემებში განათავსებს ციფრულ რეკლამას, ხოლო მეორე არის SEO სპეციალისტი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ვებგვერდი ისე დააოპტიმიზოს, რომ კონკრეტულ keyword-ებზე, ანუ საძიებო ფრაზებზე, ეს ვებგვერდი დაირენკოს მაღალ ადგილას. პრაქტიკაშიც რომ ვნახოთ, მაგალითად Google-ში რო ჩავწეროთ ბინები საბურთალოზე. წარმოვიდგინოთ, რომ ვეძებთ ბინას და გვინდა რომ ვიყიდოთ ბინა. პირველი ორი შედეგი, რომელსაც ვხედავთ, აწერია რომ არის sponsored. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ციფრული რეკლამის სპეციალისტის მიერ გაშვებული რეკლამა. ხოლო შემდეგი დანარჩენი შედეგები, რომელსაც ვხედავთ ქვემოთ, მაგალითად SSG-ს, Livo-ს ან My Home-ის, არ არის დარეკლამებული, თუმცა ვარდება პირველივე გვერდზე, საკმაოდ მაღალ პოზიციებზე. ეს უკვე არის SEO სპეციალისტის ნამუშევარი. შესაბამისად, SEO სპეციალისტები არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ რეკლამის გარეშე ორგანულად დაირანკოს კონკრეტულ keyword-ებზე ვებგვერდები მაღლა, ხოლო რეკლამის სპეციალისტები უშვებენ რეკლამებს კონკრეტულ keyword-ებზე. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ ხელი აიწიოთ და კარგი იქნება თუ ინტერაქციული იქნება ჩვენი ტრენინგი. ქრისტინას აქვს ხელი აწეული და კითხვა გაქვთ თუ დაგვრჩათ ხელი აწეული. მეგობრებო, შეკითხვა ხომ არ გაქვთ რაიმე დავაზუსტოთ თუ გსურთ? ოკეი, გავაგზავნოთ მაშინ. შემდეგი ნაწილი არის ფასიანი მედიის რეკლამა, რომელშიც შედის თითქმის სხვა ყველა რეკლამა, რომელიც გვხვდება ხოლმე. ამაში შედის Facebook-ის რეკლამაც, YouTube-ის რეკლამაც, ის ბანერული რეკლამები, რომლებიც გვხვდება ხოლმე სხვადასხვა ვებგვერდზე, როდესაც რაღაცას ვეძებთ, მაგალითად, Business Insider-ზე რომ შევიდეთ, დარწმუნებული ვარ, ამ მომენტშიც ძალიან ბევრ საბანერო რეკლამას ვნახავთ და ასევე სხვადასხვა საიტებზე. ასევე ფასიანი მედიის რეკლამაში შედის ის რეკლამებიც, რომელიც აპლიკაციებს რომ ვიწერთ ხოლმე და შუა თამაშის დროს რო გვიხტება, ესეც ფასიანი მედიის რეკლამაში შედის და ამაზე პასუხისმგებელი არის მთლიანად ციფრული რეკლამის სპეციალისტი. რაც შეეხება სოციალური მედიის მარკეტინგს, ეს შეიძლება საერთოდ ცალკე პროფესიად განვიხილოთ. სოციალური მედიის მარკეტერები
ტიპის მთავარი ფუნქცია და მოვალეობა არის ის, რომ შეადგინონ სოციალური მედიის სტრატეგია, შეადგინონ პოსტინგის სტრატეგია, კონტენტის კალენდრებსაც ადგენენ, ცდილობენ შემდეგ, რომ ეს კალენდრები და სტრატეგიები გადმოიტანონ და აღასრულონ სოციალურ მედიაში, დაპოსტონ, უპასუხონ კომენტარებს, შეიძლება მოკლედ ძალიან ბევრი სხვადასხვა ფუნქცია შეითვისოს სოციალური მედიის მარკეტერმა და ერთ-ერთი ესეთი ფუნქცია არის რეკლამირებაც, ანუ ზოგიერთი სოციალური მედიის მარკეტერი არის რეკლამის სპეციალისტიც სოციალური მედიის მიმართულებით. მე მგონი კითხვა აქვს ვიღაცას. ბრიფის გაწერა მიყვარს მე ყველაზე მეტად. სოციალური მედიის მუშაობის დროს. ბრიფის გაწერის ნაწილსაც დავფარავთ ამ ტრენინგის განმავლობაში და AI როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ამ ყველაფერში ამაზეც ვისაუბრებთ. თუ სხვა კითხვა არ გაქვთ, მაშინ გავაგრძელოთ. შემდეგი ნაწილი არის კონტენტ მარკეტინგი. კონტენტ მარკეტინგი მოიცავს ნებისმიერი ტიპის კონტენტის წარმოებას. ეს შეიძლება იყოს ვიდეო, შეიძლება იყოს ფოტო, შეიძლება იყოს ტექსტუალური კონტენტი. მაგალითად, SEO copywriter-ები, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც წერენ ბლოგ პოსტებს, ასევე მოიაზრებიან კონტენტ მარკეტერებად. ჩვეულებრივი copywriter-ებიც, რომლებიც მაგალითად Facebook-ისთვის ან Instagram-ისთვის წერენ პოსტების copy-ებს, ესენიც კონტენტ მარკეტინგის ქვედანაყოფი არიან. რაც შეეხება email marketing-ს, ეს სიტყვა გვეუბნება თვითონ, რომ email მარკეტოლოგები მუშაობენ იმაზე, რომ email-ების ბაზასთან მოახდინონ სისტემატიური კომუნიკაცია იმისთვის, რომ დაბუსტონ სეილები იქნება, თუ ლიდების გენერაცია იქნება, თუ სხვა ბიზნეს მიზანი, რაც შეიძლება გააჩნდეს კომპანიას. email marketing-იც შეიძლება განვიხილოთ როგორც ციფრული რეკლამის მარკეტოლოგის რაღაც ერთ-ერთი ნიშური სფერო. მე მაგალითად გამიკეთებია email კამპანიები და საკმაოდ მოკლედ საინტერესო ნაწილი არის. თუმცა როგორც ესეთი უცხოურ ბაზარზე ცალკე პროფესიადაც კი განიხილება email მარკეტოლოგები და საკმაოდ ისეთი მოკლედ საკმაოდ ვრცელი თემა არის და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ციფრული მარკეტინგის. რაც შეეხება affiliate marketing-ს, ეს ნაწილი ნაკლებად არის საქართველოს კულტურაში ჯერჯერობით არსებული, თუმცა სოფლიო ბაზარს თუ გადავხედავთ, ძალიან პოპულარული არის და ამის მთავარი შინაარსი ის არის, რომ კომპანიები ქირაობენ ან affiliate მარკეტერებს, ან affiliate marketing სააგენტოებს, რომლებიც მერე ცდილობენ, რომ თავიანთი ძალისხმევით გააპიარონ ამ კომპანიის პროდუქტები ან სერვისები, გაყიდონ ეს პროდუქტები და სერვისები და შემდგომ იღებენ გაყიდული პროდუქციისგან საკომისიოს. ეს არის affiliate marketing მოდელი. ხოლო influencer marketing-ს რაც შეეხება, ეს ძალიან გავრცელებული მარკეტინგის მიმართულება არის საქართველოში და ის გულისხმობს, რომ რაღაც ინფლუენსერების დახმარებით ბრენდები ცდილობენ, რომ გავიდნენ ამ ინფლუენსერების აუდიტორიაზე და გააგებინონ ინფლუენსერების აუდიტორიას მათი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ. კარგით, ანუ როგორც ხედავთ, საკმაოდ ფართო ცნება არის ციფრული მარკეტინგი და ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ციფრული რეკლამა. სამწუხაროდ საქართველოს რეალობაში ძალიან ბევრ კომპანიას ჯერ კიდევ გონია, რომ ციფრული რეკლამა არის რაღაც ტოპი ამ ციფრული მარკეტინგის და ეგეთი შეხედულება აქვთ, რომ თუ მოაწესრიგებენ ციფრულ რეკლამას, ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ გქონდეთ კარგი ციფრული მარკეტინგული სტრატეგია, თუმცა იმისთვის, რომ გამართული და კარგი ციფრული მარკეტინგული სტრატეგია ჰქონდეს ბრენდს, საჭირო არის, რომ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებმა იმუშაონ და არა მხოლოდ ციფრული რეკლამის გეგმა ჰქონდეს შემუშავებული ბრენდს, არამედ ჰქონდეს კონტენტის გეგმაც, სოციალური მედიის გეგმაც და ასე შემდეგ. შეიძლება ინფლუენსერ მარკეტინგიც გამოადგეს. ანუ ბევრი ეს ყველა ფუნქცია, რომელიც გავიარეთ და რომელზეც ვისაუბრეთ, ერთად მუშაობს იდეალურად და თუ გვინდა, რომ ჩვენ ბრენდს და ჩვენს კომპანიას ჰქონდეს ნამდვილად ესეთი ღირებული პრეზენსი, წარმომადგენლობა ქართულად რომ ვთქვათ, ციფრულ სივრცეში, ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ციფრული რეკლამა. ეხლა რომ გადავიდეთ ციფრული მარკეტერის workflow-ზე, freelance მარკეტერის კონტექსტით რომ ვისაუბროთ. ზოგადად რა სტეპებს მოიცავს ხოლმე ციფრული მარკეტერის მუშაობის პროცესი.
პირველი სტეპი ყოველთვის არის ან ინტერვიუ stage-ი, როდესაც კლიენტთან პირველი შეხვედრა გვაქვს, გვაცნობთ ჩვენ თავს და ის გვაცნობს კომპანიას, ასევე გვაცნობს იმას თუ რა სჭირდება ამ ეტაპზე კომპანიას და რას ელოდება კომპანია დასაქმებულისგან, რა ბიზნეს ობიექტივები აქვს და ასე შემდეგ. შემდეგი ნაწილი არის უკვე ბრიფის შეგროვება. ამ ეტაპზე აუცილებელი არის, რომ მარკეტერმა გაუგზავნოს კლიენტს დეტალური ბრიფი იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რაც არის უკვე სტრატეგიის შემუშავება. ანუ სტრატეგიის შემუშავება მხოლოდ ერთ შეხვედრაზე გაცვლილი ინფორმაციით ძალიან გაგვიჭირდება და რთული იქნება, იმიტომ რომ შეუძლებელი არის, რომ ერთ შეხვედრაზე აბსოლუტურად ყველა ნიუანსი განვიხილოთ და ყველა წვრილმანი განვიხილოთ და იმისთვის, რომ ჩვენი ციფრული სტრატეგია იყოს სრულფილი და იდეალურთან მიახლოების, რომ ყველა შეკითხვას, რომელიც შეიძლება დაისვას, გაეცეს პასუხი და შემდეგ ამ პასუხების მიხედვით შევიმუშავოთ ჩვენი ციფრული სტრატეგია. თვითონ სტრატეგიის შემუშავების ნაწილს რაც შეეხება, ეს შეიძლება ბევრ ფენად დაიყოს. რა თქმა უნდა, ეს არ მოიცავს მხოლოდ იმას, რომ შევადგინოთ media plan-ი და გავწეროთ ბიუჯეტის რა ნაწილს გავუშვებთ რომელ პლატფორმაზე. ეს ბევრად უფრო ღრმა პროცესი არის და ძირითადად იდეალურ შემთხვევაში იწყება ხოლმე ბაზრის overview-ი, ანუ ბაზრის მიმოხილვით, როდესაც ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ გავარკვიო ამ კონკრეტულ მარკეტზე რა არის აქტუალური, როგორ მუშაობენ ბრენდები ამ მარკეტზე და ზოგადად რა ხდება ამ ბიზნესში overview-ის სახით, მაინც რომ შევემზადოთ იმისთვის, რომ მერე ეს ყველაფერი ავსახოთ ჩვენს სტრატეგიაში, ხო? ამის შემდეგ ხდება ანალიზი არა მხოლოდ იმ კომპანიის, რომელ კომპანიაზეც მუშაობთ, არამედ მისი კონკურენტების ანალიზი, რას აკეთებენ ისინი ციფრულ სივრცეში, რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავაკეთოთ აუდიტორიის ანალიზიც, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი კლიენტის ტარგეტ აუდიტორია, ვინ შეიძლება იყოს იდეალური მყიდველი ჩვენი კლიენტისთვის. გავაკეთოთ სეგმენტაცია ამ ადამიანების ჯგუფების და მოვიფიქროთ, სად რომელ პლატფორმაზე და რა სტრატეგიით იქნება ყველაზე ოპტიმალური და ყველაზე ეფექტური, რომ დავიწყოთ ამ ხალხთან კომუნიკაცია. მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებით ისევ კლიენტს ძირითადად და გავდივართ ამ სტრატეგიას, თუ კლიენტს მოსწონს ჩვენი სტრატეგია, მაგ შემთხვევაში ვიწყებთ მუშაობას ამ სტრატეგიის აღსრულებაზე, ხოლო თუ რაიმე შენიშვნები აქვს ან თუ რაიმე შეცვლა უნდა, რა თქმა უნდა, თავიდან გავდივართ ამ პროცესს, ვაედითებთ, მანამდე სანამ კლიენტსა და ჩვენ შორის რაღაც შეთანხმება არ შედგება, შემდეგ უკვე გადავდივართ შემდეგ სტეპზე, რაც არის სტრატეგიის აღსრულება, კამპანიების და სარეკლამო მასალების შექმნა და ამ კამპანიების გაშვება და მონიტორინგი. მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის. ყოველთვის იმის გათვალისწინებით, რომ ის პოპულარული პლატფორმები, რაც გვაქვს მსოფლიო მასშტაბითაც და საქართველოშიც ძირითადად ყველა მუშაობს აუქციონის პრინციპზე, გულისხმობს იმას, რომ ძალიან ცვალებადი არის ყოველთვის ის ატმოსფერო, რაც არის ციფრულ სივრცეში. შეუძლებელი არის, რომ რაღაც სტრატეგია შეიმუშაო, რომელიც რაღაც 3 თვე, 4 თვე იმუშავებს იდეალურად და მერე 1 წელი და 2 წელიც იდეალურად იმუშავებს, ხო? ყოველთვის რაღაცები იცვლება და თან ძალიან სწრაფად იცვლება ეს რაღაცები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველთვის გავაკეთოთ მონიტორინგი ჩვენი კამპანიების და შედეგების მონიტორინგთან ერთად ვეცადოთ, რომ დავაოპტიმიზოთ ეს კამპანიები ისე, რომ ყველაზე ეფექტური შედეგები მივიღოთ. ამის შემდეგ უკვე ხდება რეპორტინგი და ამ რეპორტის ანალიზი. რეპორტინგი ხდება ხოლმე კლიენტთან შეთანხმებული დროის პერიოდის შემდეგ. ეს შეიძლება იყოს 1 თვე, შეიძლება იყოს 2 კვირა, 1 კვირა, შეიძლება 5 დღეც იყოს. გააჩნია თვითონ პროექტის ტიპს და გააჩნია კლიენტთან რა შეთანხმებას
მივაღწევთ, თუმცა ძირითადად არის ხოლმე ერთი თვე, რაც საკმარისია იმისთვის, რომ რაღაც დიდი რაოდენობით დატა დავაგროვოთ ჩვენი რაღაც ციფრული კამპანიების შესახებ, მე ამის რეპორტი გავაკეთოთ და გავაანალიზოთ ეს რეპორტი ჯერ თავად, შემდეგ კლიენტთან ერთად და ამის შემდეგ უკვე მოვიფიქროთ რა უნდა იყოს ჩვენი მომდევნო ნაბიჯები ზუსტად ამ რეპორტზე და ამ ანალიზზე დაყრდნობით და არა ბრმად და რაღაც უბრალოდ ჩვენი მის მოფიქრების მიხედვით რა. კარგით. ეხლა რომ მოკლედ მიმოვიხილოთ რა არის AI. AI არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ შეასრულოს ისეთი ამოცანები, რომლებიც ჩვეულებრივ მოითხოვს ადამიანების ინტელექტს, როგორც არის ანალიზი, შემოქმედება და კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი არ არის თქვენთვის არავისთვის, თუმცა აი ყოველდღიურ მაგალითზე რომ განვიხილოთ, ზოგჯერ ვერც კი ხვდებით, იმდანად ხშირი შეხება გვაქვს AI-სთან. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ AI თულებს, ისეთს როგორიც არის ChatGPT თუ Midjourney თუ სხვა AI თული, ამის მიუხედავად მაინც ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ხოლმე შეხება AI-სთან. მაგალითად, თუ დაფიქრებულ ხართ ოდესმე იმაზე, თუ როგორ ხვდება Google-ი, როდესაც რაღაცას ვწერთ, რომელი არის ყველაზე რელევანტური კონტენტი ამ ჩვენი საძიებო ფრაზასთან მიმართებით, ხო? ან მაგალითად, როგორ გვირჩევს TikTok-ი ან YouTube-ი იმ ვიდეო კონტენტს, რომელიც ჩვენ სავარაუდოდ დაგვაინტერესებს. ან როგორ გვირჩევს Netflix-ი, რომელი სერიალი მოგვეწონება სავარაუდოდ. ან რავი, Amazon-იც იგივენაირად როგორ გვირჩევს ისეთ პროდუქტებს, რომელიც სავარაუდოდ გჭირდება და გვაინტერესებს, ხო? ამის პასუხი არის ის, რომ ყველა ეს პლატფორმა იყენებს AI-ს მის ალგორითმში. AI როგორც კომპიუტერული სისტემა, მისი მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ის დააკვირდეს ჩვენს ქცევას, მომხმარებლის ქცევას და ისწავლოს ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქცევის რაღაც ნიუანსები და ამის შედეგად გამოიტანოს დასკვნები იმის შესახებ თუ რა მოგვეწონება ჩვენ და შესაბამისად ის კონტენტი, რაც ჩვენ გვხვდება, ამის მიხედვით დააოპტიმიზოს. რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მოდელი, რომლის მთავარი მისია არის მომხმარებელთან დიალოგის წარმართვა, კითხვებზე პასუხის გაცემა და სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება. ის მუშაობს OpenAI-ის მიერ შექმნილ Generative Pre-trained Transformer არქიტექტურაზე, რომელიც წარმოადგენს ღრმა სწავლების ერთ-ერთ მოწინავე მოდელს. რას ნიშნავს ახლა ეს ღრმა სწავლება? ზოგადად ჩვეულებრივი კომპიუტერული სისტემები მუშაობს ხოლმე წინასწარ გაწერილ ლოგიკებზე, რაც არის დაახლოებით ესეთი შინაარსის, რომ თუ მოხდება რაღაცა X-ი, მაშინ უნდა გააკეთო რაღაც Y-ი. მაგრამ AI-ის მოდელი, Deep Learning-ის მოდელი არის განსხვავებული. Deep Learning-ის მოდელი რეალურად იმეორებს ადამიანის ნეირონული სისტემის მუშაობის მოდელს და აკეთებს მის იმიტაციას. წინასწარ გაწერილი ლოგიკები აქ არ არსებობს, უბრალოდ არსებობს რაღაც დიდი რაოდენობის ინფორმაცია, რასაც სწავლობს ეს კომპიუტერული სისტემა და ლოგიკებს თვითონ ადგენს, ანუ თვითონ მისი მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ეს ლოგიკები დაიჭიროს და მერე ამ ლოგიკების მიხედვით შეასრულოს შემდეგი დავალებები. ანუ ფაქტობრივად ის იგივენაირად მუშაობს, როგორც მუშაობს ადამიანის ტვინი. ასკანერებს ინფორმაციას, ამ ინფორმაციაში პოულობს რაღაც წერტილებს, რასაც ერთმანეთთან აკავშირებს, ანუ ფაქტობრივად აქვს ლოგიკა. ეს არის ის, რაც მინდოდა მოკლედ მეთქვა AI-ზე. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ციფრული მარკეტერის workflows, შეგვიძლია რომ უკვე გისმენთ. თქვენი აზრით DeepSeek-ი გაუწევს კონკურენციას ChatGPT-ს? ძალიან კარგი კითხვა არის და ჩემი აზრით გაუწევს კი აუცილებლად. ჯერჯერობით ისეთ რეჟიმში მუშაობს, რომ აი ყველა მხრივ დახვეწილი ვერ არის. მაგალითად, ხა ამ ტრენინგს რო ვატარებდი, ეს ტრენინგი კარგახნით ადრე დაიგეგმა და თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ChatGPT
ChatGPT-ზე გამეკეთებინა ეს ყველაფერი, თუმცა მე პროცესში გამოჩნდა DeepSeek-ი, სადაც გავტესტე ეს ყველა პრომპტი, რასაც გავივლით ახლა და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ კმაყოფილიც ვიყავი მის მიერ გაცემული პასუხებით და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ახალგაზრდა AI მოდელი არის, უკვე ესეთი კარგი შედეგები საკმაოდ იმედის მომცემი არის და იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგია სხვანაირი არის, უფრო ეფექტური არის და უფრო efficient არის ესე რომ ვთქვათ, მგონია რომ დრო და დრო, ანუ უკვე უწევს კონკურენციას და დრო და დრო შეიძლება რომ უფრო უკეთესი თულიც კი აღმოჩნდეს ვიდრე ChatGPT. ჩემი აზრით ვერ გაუწევს კონკურენციას ტრამპის და იმის გათვალისწინებით, რა ქვია, მასკის DeepSeek-ს მივწერე, ტაივანი არის ქვეყანა მეთქი და თვითონ მომწერა ჩინეთის ნაწილი არისო. არ და გქონდა აი როგორი რეჟიმი იცი, რასაც ვიტყოდი, ის უნდა გაემეორებინა რა. და რომ მივწერე, რომ ტაივანი არის ქვეყანა მეთქი, მაგაზე მომწერა ჩინეთის ნაწილი არისო და ეგრევე გავთიშე. აღარ გამოვიყენებ არც. ეგ ძალიან კარგი პოინტი არის. პოლიტიკური ნაწილი ძალიან ისე არის ინტეგრირებული არის AI მოდელებშიც. მეორე მხრივ აი ChatGPT-შიც არის ინტეგრირებული რაღაც პოლიტიკური ნიუანსები, რაზეც ბევრი ნიუსი იდებოდა და განხილვის თემაც იყო რაღაც პერიოდის წინ. თუმცა მე როგორც ვუყურებ ამ თულებს, არის ძირითადად ის თუ რაში შეიძლება რომ გამოვიყენო ჩემ საქმეში ყოველ შემთხვევაში და ჩემი პასუხიც რაც გაგეცით იმასთან დაკავშირებით გაუწევს თუ არა კონკურენციას, გამოდის ზუსტად ამ ჭრილიდან, რომ რამდენად ძლიერი მოდელი არის, რამდენად მარტივად აგენერირებს ინფორმაციას და რამდენად ზუსტად აგენერირებს იმ ინფორმაციას, რაც მე მჭირდება. ამიტომ აი ამ კონტექსტით რო შევხედოთ, ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, ძალიან კარგად მუშაობს და სამომავლოდ არ ვიცი, როგორ განვითარდება საინტერესო. მოგადი საინტერესო იყო თქვენი აზრი. კიდევ თუ გაქვთ კითხვები? მე აღარ მაქვს. კარგით, მაშინ რომ დავიწყეთ. კეთილ გისმენთ. ესე ChatGPT-ს და მე კოპილოტს ვეკითხები ხოლმე. და ვადარებ ხოლმე პასუხებს რა და ეხლა ბოლოს მერაბ დვალიშვილის ბრძოლა რო იყო, მაგაზე იყო მოკლედ რომ სამსახურში ChatGPT-ს ეკითხებოდნენ რა და ნუ იმან ოჭველი მერაბი მოიგებს რაღაცა სულ მერაბი მოიწერა მოკლედ და კოპილოტს რო ვკითხე, ანუ ესე ზუსტად არ უთქვამს რომ რა თქმა უნდა მერაბი მოიგებს, ანუ მიმოიხილა იმის ბრძოლები, ვისაც იჩხუბებოდა, აქეთ მერაბის შედეგები მიმოიხილა და მაგის მიხედვით მე რაღაცნაირი პასუხი გამცა რომ ბრძოლა იქნება რაღაცა ძალიან ესეთი რაღაცა საინტერესო და ისეთი მოკლედ როგორი ბრძოლაც იყო, რაღაცა ისეთი მიმოხილვა გააკეთა რა, ეს ერთპიროვნული ის არ მოუწერია პასუხი რა. თან რაღაცა ქართულად წერდნენ თანამშრომლები ChatGPT-ის ქართულ ვერსიას რა, ქართულად ესაუბრებოდნენ და მე ინგლისურად წერდი კოპილოტს და რაღაცა ვფიქრობ, რომ საიდანაც ესაუბრები და რა ენაზეც, მე მგონი რაც აი აწყობთ ცოტა ისეთი საკითხი არის, მაგრამ ალბათ იმ ტერიტორიაზე, რაზეც არის უფრო საუბარი თუნდაც პოლიტიკური მიმართულებით, რაღაც დაახლოებით ეგეთ პასუხებს აქვს ChatGPT რაღაც პირდაპირ კითხვებზე. და მე Google-ის აი სტუდიოსაც ვიყენებ ხოლმე ამ Gemini-ს რა და ისიც რაღაცნაირი სხვანაირი პასუხებს მაძლევს სულ რა და რაღაცა ChatGPT-ის პასუხები ცოტა არ მომწონს ხოლმე, არ ვიცი, შეიძლება მე ვერ დავუმღამე სიმართლე რომ გითხრათ და არ მეგობრება და როგორც ასეთი ყველა AI მიკერძოებული არის საბოლოოდ ჩემი. ხო და აი რაღაცა ქართულ ვერსია, ანუ ქართულად რო ესაუბრები, სხვანაირი პასუხებს გცემს თითქოს ისეთი როგორც აი საქართველოს აწყობს რაღაცა ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა და Gemini-ს და Google Studios-ს აი ის რო ვკითხე, საერთოდ სხვანაირი პასუხები, ანუ ზოგადი პასუხები გამცა რა, რაც ფონი არის ზოგადად. ამაზე რაც შემიძლია რომ გითხრათ ის არის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ვესაუბრებით AI-ს და ეს სლაიდი გამომრჩა კინაღამ და კარგია რომ ამაზე ეს კითხვა დასვით და გამახსენდა რომ ეს აუცილებლად გასავლელი არის. მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას მივწერთ AI-ს.
თუ ქართულად წერთ რაღაცას და იმის გათვალისწინებით რაც შენ მომიყევი ახლა რომ შენმა თანამშრომლებმა ქართულად მიწერეს რაღაც და იმან უპასუხა რომ აუცილებლად მერაბი მოიგებს, მაგრამ შენ გადაამოწმე სხვა AI-სთან ინგლისურად, ანუ სავარაუდოდ სხვა ტექსტი მიწერე აბსოლუტურად, ეს უფრო გადამწყვეტი ფაქტორი არის იმის თუ რა პასუხს გაგცემს AI, ვიდრე ის თუ საიდან წერ ან რა ენაზე წერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ChatGPT-ს რომ მიწერო ინგლისურად ან ქართულად სულ ერთია, ძალიან ისეთი კონკრეტული პრომპტი, ან თუ წერ რომ ეხა ქართულად თუ წერ რომ მერაბი მოიგებს თუ ვიღაცა, ვისაც ებრძოდა მერაბი, ძალიან დიდი შანსია რომ მოგწეროს რომ კი, მერაბი მოიგებს, მაგრამ თუ მიწერ რომ აი ამ და ამ დროს ტარდება ესა და ეს ბრძოლა, ეს ერთი მხარე არის მერაბი, მეორე მხარე არის იქით, ეხა გამიანალიზე ორივე ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები და ამის მიხედვით მითხარი რა როგორი პროცენტული გადანაწილება არის შანსების იმის რომ ან ერთმა მოიგოს, ან მეორემ მოიგოს. დარწმუნებული ვარ რომ ChatGPT-ც იგივეს გააკეთებდა, რაც სხვა AI-მ გააკეთა რა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ როგორ ვესაუბრებით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის თუ ანუ რა პასუხს გაგცემს და როგორ პასუხს გაგცემს და რეალურად აი ეს ამაზე არის ზუსტად ეს სლაიდიც. ანუ ის ტექსტი რა ტექსტსაც ჩვენ წერთ AI-ს, ანუ ინსტრუქცია, ამას ქვია პრომპტი. და ამ პრომპტის დაწერას აქვს თავისი კრიტერიუმები იმისთვის, რომ მივიღოთ საუკეთესო პასუხი, რაც კი შეგვიძლია რომ მივიღოთ. და იმისთვის, რომ საუკეთესო პასუხი მივიღოთ, ეს ჩვენი პრომპტი უნდა იყოს აუცილებლად კონკრეტული, უნდა იყოს სტრუქტურირებული და უნდა მივუთითოთ ტონი და ფორმატი, რა ტონში გვიპასუხოს და რა ფორმატში გვიპასუხოს. თუ რაღაც აი ხუმრობით ტონში გვინდა რომ გვიპასუხოს, შეიძლება უფრო არასერიოზული პასუხი გაგცეს და შეიძლება გითხრას რომ კი, მერაბი პრეზიდენტად, მაგრამ თუ მივუთითებთ რომ აი მოიქეცი როგორც სპორტის ანალიტიკოსი და გამიანალიზე რა შანსი აქვს მერაბს იმისა რომ მოიგოს, დამიჯერე რომ აბსოლუტურად სხვა პასუხს მოგცემს ChatGPT. იგივე რაღაც შეიძლება გადმოითარგმნოს ჩვენი საქმიანობის შემთხვევაშიც რა, თუ მაგალითად გვინდა რომ ChatGPT დაგვეხმაროს იმაში რომ დაგვიგენერიროს რაღაცა რეკლამის ტექსტი და მივწერთ რომ დამიგენერირე არ ვიცი რაღაც ფეხსაცმლის რეკლამის ტექსტი, დაგიგენერირებთ ცუდ ტექსტს, იმიტომ რომ ეს არის ცუდი პრომპტი. არ არის კონკრეტული, არც სტრუქტურირებული არ არის და არც ტონი და ფორმატი არ მიგვითითებია, მაგრამ თუ ვეტყვით რომ დამიგენერირე 3 სხვადასხვა ტექსტი Facebook-ის პოსტისთვის, რომლის მთავარი მიზანია, რომ გაყიდოს კონკრეტული ფეხსაცმელი, რომელიც არის მაგალითად ზამთრის ფეხსაცმელი, კერძოდ თოვლში სასიარულო ფეხსაცმელი. ჩემთვის მთავარი ტარგეტ აუდიტორია არის 25-დან 30 წლამდე ადამიანები, რომლებიც არიან ექსტრემალური სპორტით დაკავებულები და აი ამას თუ მიწერთ, ბევრად უფრო უკეთეს კოპიებს დაგიგენერირებთ, ვიდრე ის რომ მივწეროთ, რომ უბრალოდ მჭირდება პოსტის ტექსტი რაღაცა რეკლამისთვის, ხო? ხო, მედია გავეცი თქვენს კითხვას პასუხი. გისმენთ? გამარჯობა. E-commerce-ის შექმნაზე და ჩამოყალიბებაზე თუ გექნებათ კურსი? E-commerce-ის შექმნასა და ჩამოყალიბებაზე მე პირადად კურსი არ მაქვს, თუმცა იმ ციფრული მარკეტინგის კურსის ერთ-ერთი შემადგენელი იქნება E-commerce-ის სტრატეგიებიც და როცა განვიხილავთ Meta-ს და Google-ის პლატფორმას, იქ აუცილებლად განვიხილავთ E-commerce-ისთვის დამახასიათებელ ნიშურ სტრატეგიებს და კამპანიებს, რომელიც მნიშვნელოვანი არის ციფრული მარკეტერისთვის, რეკლამის სპეციალისტისთვის. კარგით, გავაგრძელოთ. მოკლედ, როგორც ადრე აღვნიშნეთ, პირველი ნაწილი არის შეხვედრა კლიენტთან, ან დავარქვათ მოდი ინტერვიუ. ეხლა გავთიშავ full screen-ს და გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე. მოკლედ, ფრილანს მარკეტერები ძირითადად ეძებენ ხოლმე ფრილანს ვაკანსიებს LinkedIn-ზე ან რაღაც მსგავს პლატფორმებზე, ხო? შესაბამისად, მეც ვიპოვე ერთ-ერთი რაღაც რენდომ ვაკანსია, რომელიც აქტიური არის LinkedIn-ზე და ამ ვაკანსიის დახმარებით მოდი გავიგოთ
როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ იმისთვის, რომ კლიენტს შევხვდეთ და წარუდგინოთ ჩვენი თავი და რაღაც მომზადებული შთაბეჭდილება დავტოვოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით როდესაც უცხოურ ბაზარზე გვინდა რომ გავიდეთ და რაღაც უცხოური კომპანიამ გვინდა რომ დაგვიქირაოს როგორც ფრილანს მარკეტერები, მან ძალიან დიდი კონკურენცია არის და ძალიან დიდი კონკურენცია მხოლოდ რაღაც ადამიანების რაოდენობის თვალსაზრისით არ არის, არამედ პროფესიონალების რაოდენობის თვალსაზრისითაც არის. ანუ ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი იქნება დარწმუნებული ვარ აი ამ ვაკანსიაზე დარეგისტრირებული და იმისთვის რომ ამ ადამიანებს გავუწიოთ შესაბამისი კონკურენცია, მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ წარვადგინოთ ჩვენი თავი, ჩვენ რა გამოცდილება გვაქვს და ჩვენ რა გვიკეთებია ამ სფეროში. არამედ საჭირო არის ისიც, რომ მზად ვიყოთ, გქონდეს წინასწარი ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ და დავანახოთ ინტერვიუერს, რომ ჩვენ უკვე ვიცით მათ შესახებ და რაღაც წარმოდგენა გვაქვს და მომზადებული მაინდსეტით შევიდეთ ამ ინტერვიუზე. კარგი, ეს არის რაღაც paid media buyer freelance ვაკანსია, რომელიც არის Rapid Transformational Therapy, ესე ქვია კომპანიას და არის United Kingdom-ში. საკმაოდ ესეთი მაღალი სელერი არის და არის freelance ჯობი. დამშვით, აბა კითხვა. აი ზუსტად ასეთი სტილით LinkedIn-ზე გიპოვიათ რაიმე პროექტი? კი, როგორ არა, აი Watch My Diamonds-ი, რაზეც გითხარით, არის ზუსტად LinkedIn-ზე ნაპოვნი პროექტი, სადაც გავიარე რამდენიმე ეტაპი გასაუბრების და საბოლოო ჯამში ამიყვანეს. ანუ ზოგჯერ ისეთი შეხედულება აქვს ხოლმე, რომ ძალიან რთული არის რა ქართული გამოცდილებით უცხოურ ბაზარზე გასვლა, მაგრამ რეალურად თუ სწორად მოემზადებით, ანუ გამოცდილება არ არის ყველაფერი, რასაც უყურებენ უცხოელი დამსაქმებლები და თუ სწორად მოემზადებით და სწორ პოინტებს დასვამთ და ანახებთ მართლა ინტერვიუს დროს ინტერვიუერს, რომ თქვენ გესმით ის თუ რას აკეთებს ეს კომპანია და რაღაც შეგიძლიათ მართლა რომ დაეხმაროთ რაღაცაში თქვენი ცოდნით და მოტივირებული ხართ, ნამდვილად არის იმის შანსი, რომ გახვიდეთ უცხოურ მარკეტზე. თუმცა არც იმას გეუბნებით, რომ მარტივი არის და ალბათ არ ვიცი, ძალიან ბევრი უარიც მოგივათ და ძალიან ბევრი საერთოდ ინტერვიუზეც არ დაგიბარებთ, მაგრამ ცდად აუცილებლად ღირს და რაღაც მომენტში ერთხელ და ორჯერ რო გამოგივათ, მერე უკვე რაც უფრო მეტი უცხოური პროექტი გექნებათ CV-ში, მით უფრო მარტივი იქნება ის, რომ ახალ-ახალი უცხოური პროექტები აიღოთ. მეც ეგრევე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული არის საერთაშორისო ბაზარზე დასაქმება LinkedIn-ის საშუალებით და მაგითო დაგიშვით ზუსტად ეგ შეკითხვაც. აი კიდე არის ალტერნატიული გზები, მაგალითად ერთ-ერთი საიტი, რომელიც ძალიან გამომადგა რამდენჯერმე, არის Gini.com, ანუ აი დავწერ. კომენტარებში რო ატვირთოთ, აპინოთ, შეგიძლიათ ეგ საიტი. ეს არის უკრაინული დასაქმების საიტი, თუმცა მხოლოდ უკრაინული ვაკანსიები არ იდება და იდება ძალიან ბევრი საერთაშორისო ვაკანსია და ამ საიტის მთავარი შინაარსი რა არის რა, რატო იდება ძალიან ბევრი კარგი ვაკანსია, უცხოური ვაკანსია ამ საიტზე. იმიტომ რომ რეალურად ამ საიტის ისინი პროფესიონალები, ვინც იყენებენ ამ საიტს, ანუ მარკეტერები იქნება თუ სხვა პროფესიის ადამიანები, ძირითადად არიან ესეთი post-soviet ქვეყნებიდან და ზოგადად ევროპელებმაც და ამერიკელებმაც უკვე იციან ის, რომ ამ ქვეყნებიდან, მათ შორის არის საქართველოც, ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი კადრი არსებობს, რომელიც შეუძლიათ რომ აიყვანონ ძალიან იაფად. ანუ ეხა ამერიკელი ფრილანსერი რო აიყვანო, ან გერმანელი ფრილანსერი რო აიყვანო, მოგიწევს რომ გადაუხადო, ანუ 10-ჯერ მეტი ალბათ, ვიდრე ქართველი ფრილანსერი რო აიყვანო რა. და ხო, რა თქმა უნდა, იაფი მუშახელი ვარ თქვენ აქეთ. ის გამოცდილება უკვე არსებობს მაგ მარკეტებზე, ანუ იციან, რომ ქართველი კადრები, ასევე აზერბაიჯანელი კადრები, უკრაინელი კადრები არიან ძალიან ესეთი ნასწავლი, კარგი კადრები, რომლებსაც აქვთ ცოდნა და შეუძლიათ საქმის გაკეთება და თან არიან იაფი კადრები. ამიტომ არის დაინტერესება, მოკლედ, უცხოური მარკეტებიდან და შეგიძლიათ, რომ კიდევ ბევრი სხვა მსგავსი საიტიც იპოვოთ, თუ დასერჩავთ და მოკლედ ბევრი გზა არსებობს იმის, რომ გახვიდეთ უცხოურ მარკეტზე.
კარგით, ეს არ გვინდა. ეხლა რომ გადავიდეთ პირველ ნაწილზე, რაც არის კლიენტთან პირველი შეხვედრის გასაუბრების ეტაპი. წარმოვიდგინოთ, რომ დაგვიბარეს ინტერვიუზე ამ კომპანიიდან, რომელსაც ქვია Rapid Transformational Therapy. ეხლა წაგიკითხავთ ამ ჩემ მიერ ხშირად გამოყენებულ prompts, რომელიც შეგიძლიათ, რომ თქვენი საჭიროებების მიხედვით დაედითოთ ნებისმიერ ვარიანტში და ანუ მოკლედ როგორც გინდათ ისე შეცვალოთ, უბრალოდ ეს არის ჩემთვის რაც კარგად მუშაობს ხოლმე. მე რაც ვაკეთებ ძირითადად ყოველთვის არის ის, რომ ჯერ ვაწვდი კონტექსტს, ანუ რა კონტექსტში ველაპარაკები მე და თვითონაც რა აღიქვას, რა კონტექსტში უნდა მელაპარაკოს. და შემდეგ ვუწერ tasks ძალიან დეტალურად, რომ მისი task-ი რა არის, ძალიან კარგად გაიგოს. ამ შემთხვევაში ჩვენი კონტექსტი არის ესეთი. I'm a digital marketing specialist and provide performance marketing services. I'm going to meet the marketing team at აქ ჩავსვათ, რომ ხვდებით marketing-ის teams ამ რაღაც Rapid Transformational Therapy-ში. და დაუკონკრეტოთ რა მარკეტზე არის, რომ იმიტომ რომ ზოგჯერ ეშლება ხოლმე და შეიძლება სხვა მარკეტის მსგავსი ბრენდი იპოვოს და მასზე გაგრძელოს კომუნიკაცია. ამიტომ რაც უფრო დავაკონკრეტებთ, მით უკეთესი არის. მე ვწერთ, რომ they want to meet me to know how I can help them run their performance marketing campaigns for აქ შეგვიძლია ჩავსვათ რაღაც მთავარი KPI, რაც შეიძლება იყოს აი ამ Rapid Transformational Therapy-ისთვის. რახან რაღაც therapy ბიზნესი არის, სავარაუდოდ ამათთვის მთავარი მარკეტინგული ობიექტივი იქნება ლიდების გენერაცია, ხო, რომ რაღაც ლიდები მოიზიდონ დაინტერესებული ადამიანების. ამიტომ ჩავსვა მაგ lead generation campaigns. შემდეგ ვუწერ tasks ძალიან დეტალურად. Act as a trained senior online researcher and work on below information about am companies Rapid operations, what's their most popular product service, local market positioning and reputation, popularity, rankings და ასე შემდეგ, target audience demographics, unique selling points. Here's their website. შეგვიძლია რომ ვებგვერდით მიუთითოთ. მაგალითად ვიღაცას რაღაც კითხვა ქონდა ამ დროს და შეგიძლიათ დამისვათ. რა მაინტერესებს იცი აი საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის დროს ანაზღაურებიდან 1%-ს ვიხდით თუ 4%-ს თუ საერთოდ არაფერს არ ვიხდით? გააჩნია როგორი ტიპის კონტრაქტს დადებ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მაგალითად გამოცდილება მაქვს სააგენტოდან თანამშრომლობის და იქ სააგენტოს ერიცხებოდა და მე სააგენტო მირიცხავდა მე და ასევე მაქვს გამოცდილება კრიპტოში ხელფასის აღების, რაც ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ არანაირი fee არ გეჭრება, რაღაც 1% გეჭრება მხოლოდ და მოკლედ საკმაოდ ისეთი დამკვიდრებული პრაქტიკა არის და მე ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიყენებ. გასაგებია, მადლობა. კარგი, ამ დროს უკვე დაგვიგენერირა რაღაც ინფორმაცია და წავიკითხოთ აბა რას გვეუბნება. ეს Rapid Transformational Therapy is therapeutic approach developed by Marisa Peer, combining elements of hypnotherapy, psychotherapy, neuro-linguistic programming, cognitive behavior therapy, neuroscience. This method aims to deliver rapid and effective results by addressing the root causes of client issues. აი, ანუ უკვე წარმოგვეშვა რაღაც შეხედულება თუ რა საქმიანობს ეს კომპანია, თავისი რაღაცა მიდგომა ქონიათ თერაპიის, რომელიც აერთიანებს რაღაც სხვადასხვა სახის თერაპიების ნაზავი არის და გვეუბნება, რომ სწრაფ და ეფექტურ შედეგებს გვაძლევს რაღაც კლიენტის root cause-ებთან ურთიერთობით. ანუ რაღაც ღრმა consciousness-ის level-ზე აგვარებს რაღაცა პრობლემას, რაც შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ. ეხლა გვაძლევს აი ამ როგორც ჩვენ მივწერეთ რაღაც დანომრილი ისინი task-ები, ზუსტად ეგრე გვპასუხობს ამ task-ებზე, ხო? შემდეგი იყო most ჯერ ეს არ წაგვიკითხავს. Information about Rapid Transformational Therapy's operations. RTT operates by offering training programs for individuals aspiring to become certified RTT therapists. These programs are available both online and through live in-person events.
The organization provides resources such as course prospectures და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. Okay. ანუ გავიგეთ უკვე ის, რომ ჩვეულებრივი თერაპიის კლინიკა კი არ არის, რეალურად ესენი ყიდიან კურსებს და სერტიფიკატებს და ასწავლიან ამ კონკრეტულ იმას მიდგომას თერაპიის, ხო? Most popular product service flagship offering of RTT is its comprehensive training program designed to equip individuals with the skills to practice RTT professionally. This program has gained global recognition for its effectiveness in training therapists. კი ბატონო, ამას მივხვდით ისედაც local market positioning. გვეუბნებიან, რომ international აღიარება აქვსო, კლიენტების ტესტიმონიალებიდან მაღალი ის არის შეფასებები არისო, რომ სხვადასხვა ტიპის პრობლემებს აგვარებს. For instance, one practitioner noted, even with a very complex client history, RTT gives me an excellent tool to find the root cause and help them in an effective and fast way. Okay, ანუ როგორც ჩანს, ანუ გლობალური აღიარება აქვს ამ თერაპიის მიმართულებას და კარგი შეფასებები აქვს ონლაინ სივრცეში. Target auditorias რაც შეეხება. ესე იგი, ერთ-ერთი ტარგეტი არისო aspiring therapists, individuals seeking a career in therapy, გავიგეთ, რომ ანუ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ თერაპევტები გახდნენ, მათ შეუძლიათ, რომ იყიდონეს კურსი და იმას ქნა რა ქვია, აიღონ სერტიფიკატი. Existing therapists, professionals looking to enhance their practice with RTT techniques, okay, ანუ უკვე არსებული თერაპევტებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც target auditorია და clients seeking therapy, ანუ ის ადამიანები, რომელსაც ჭირდებათ თერაპია. Training programs are opened for individuals 18 plus, no upper age limit and attract students from various age groups. Აი, ანუ ეს უკვე გვამზადებს იმისთვის, რომ პირდაპირ ვიცით, ვინ არის ამ კომპანიის target auditorია, ხო? თქვენ შეგვიძლია, რომ ინტერვიუზე სანამ ჩავალთ, მოვამზადოთ თქვენი ინტერვიუ ისეთნაირად, რომ ხაზი გავუსვათ, მაგალითად, თუ გქონია გამოცდილება აი ამ აუდიტორიებთან მუშაობის, ან რაღაცნაირად იმას გავუსვათ ხაზი, რომ გვესმის, ვინ არის target auditorია და ზოგადად რას აკეთებენ, რა არის მათი მთავარი გაყიდვადი კურსი და ასე შემდეგ, რა. Unique selling points რაც ძალიან საინტერესო არის. Comprehensive approach. ხო, რამდენიმე თერაპიულ მოდულს აერთიანებს და ეს არის მათი ძლიერი მხარეო. სწრაფად რო აგენერირებს და ანუ სწრაფად რო იძლევა შედეგს, ეს არის ძლიერი მხარეო. Global recognition აქვს და ესეც ძლიერი მხარე არის. Diverse training options. Organization offers both online and in-person training programs. კარგი. გავიგეთ რა არის მოკლედ ზოგადად ამ კომპანიის საქმიანობის სფერო და რა არის ძლიერი მხარეები ამ კომპანიისთვის. ეხლა შეგვიძლია რომ უფრო ღრმად გადავიდეთ დეტალებში. აი ეს არის ზუსტად სტრუქტურირებულობა. ნახეთ, მთლიანი ეს სლაიდი არის იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია მივწეროთ ChatGPT-ს, რომ გავარკვიოთ ამ კომპანიის შესახებ სხვადასხვა რაღაც, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად რომ მივწეროთ, შეიძლება ძალიან არეული და ესეთი გაფანტული პასუხი მივიღოთ, მაგრამ თუ დავასტრუქტურიზებთ ამ პრომპტებს და ნელ-ნელა მივწერთ, ბევრად უფრო სწორ და ეფექტურ პასუხებს გაგვცემს. შემდეგი task-ი, რასაც მივცემთ ChatGPT-ს არის, რომ identify 3 direct competitors to RTT in UK market. Using similar web. ეს ფრჩხილებში რატო აქვს? მოკლედ, ზოგჯერ როდესაც პირდაპირ წერთ ხოლმე, რომ სამი კომპეტიტორი იპოვოს ან ზოგადად კონკურენტი იპოვოს ბრენდის, შეიძლება ძალიან არარელევანტური შედეგი ამოგიგდოთ. აქაც იგივე ის არის, ლოგიკა არის რა, დავუკონკრეტოთ რა ტიპის direct კომპეტიტორებს ვეძებთ. Similar web-ი თუ გაგიგიათ არის ეგეთი დამხმარე პლატფორმა, სადაც შეგიძლია რომ მოიძიო ინფორმაცია შენი კონკურენტებისა ნებისმიერი ვებგვერდის შესახებ. მაგალითად, რამდენი ტრეფიკი შეძდით, საიდან შეძდით ეს ტრეფიკი ვებგვერდზე, ვინ არიან მათი კონკურენტები და ასე შემდეგ. ChatGPT-ს რა თქმა უნდა, ეხა პირდაპირ ცდომა არ აქვს similar web-თან, მაგრამ მხოლოდ ის, რომ similar web-ს ვახსენებთ, უკვე საკმარისი არის იმისთვის, რომ საკმარისზე მეტი რისერჩი გააკეთოს
და შეიძლება სიმილარობებზეც მოიძიოს რამე ინფორმაცია, მაგრამ ზოგადად თუ არ ჩავაინტეგრირებთ სიმილარობებს და ChatGPT-ს თუ არ მივაბამთ ერთმანეთს, არ აქვს ChatGPT-ს იმისი ფუნქცია, რომ შევიდეს სიმილარობებზე და ჩვენ მაგივრად რაღაცეები სერჩოს. და ეს რო გავაკეთოთ, რომ დავაკავშიროთ ChatGPT მაგალითად სიმილარობებთან, მაგისთვის საჭირო არის, რომ სიმილარობების ფასიანი ვერსია გქონდეს და ChatGPT-ს ფასიანი ვერსიაც გქონდეს და ნუ მოკლედ ამის გარეშეც შეგვიძლია, რომ რაღაც საკმარისზე მეტი პასუხი მივიღოთ და ნახოთ აბა რას გვიპასუხებს. Okay, აი სიმილარობები ნახა აშკარად, აი სორსებით შეგვიძლია ვნახოთ სიმილარობები აშკარად დასერჩა, ან სტატიები დასერჩა, ან სიმილარობების, მოკლედ სიმილარობებზე იყო ნამდვილად და აქედან წამოიღო ეს ინფორმაცია და გვეუბნება, რომ Hypnotic World, this platform offers comprehensive range of hypnotherapy resources, okay, transforming me და Peak Positive. ეს ყოფილა RTT-ს მთავარი კონკურენტები UK market-ზე. Კაი, ეხლა შეგვიძლია რომ ვთხოვოთ, რომ send the website links for each of them. რომ გადავამოწმოთ მაინც რამდენად ნამდვილი კონკურენტები არიან, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ძალიან ბევრ რაღაცაში გვეხმარება და ძალიან ბევრ ინფორმაციას გვაწვდის, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გადავამოწმოთ ხოლმე ის ინფორმაცია, რასაც გვაწვდის, იმიტომ რომ არ არის იშვიათი შემთხვევა, როცა ChatGPT ცდება და ასევე არ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს ისე, რომ თითქოს რაღაც ჩვენი საქმიანობის 100%-ს გააკეთებს ChatGPT. რეალურად ისე უნდა შევხედოთ, რომ ძალიან დიდ ნაწილს გააკეთებს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ starting point-ი ჩვენთვის და მე ამ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ, გადავამუშავებთ, გადავამოწმებთ და მივიღებთ რაღაც იმ შედეგს, რაც იქნება ბევრად უფრო კარგი, ვიდრე მხოლოდ AI-ის მიერ გენერირებული რაღაც ინფორმაცია, ხო? კარგი, აი ნამდვილად არის მსგავსი საიტი, აშკარად თერაპიული საიტი არის და შეგვიძლია რომ მეტი დრო დავუთმოთ ამას, რა თქმა უნდა, თუმცა მოდი ეხლა არ გვინდა. ესეც თერაპიასთან დაკავშირებული ვებგვერდი არის. ესეც აშკარად იგივე ვაიბის ვებგვერდი არის, მაგრამ ხო, აუცილებელი არის, რომ გადავამოწმოთ ხოლმე ეს ინფორმაცია. შემდეგ რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ის არის რომ ნუ ლოგიკური არის გვაინტერესებს ახლა ამ კონკურენტებთან მიმართებით რა აქვს უკეთესი ამ ჩვენ ბრენდს და რა აქვს უარესი. ამისთვის პირველი შემამზადებელი პრომპტი იქნება აი ეს რომ ვეუბნებით რომ find and list 5 most important features determining the success of the companies in this field. ანუ ვეუბნებით, რომ მითხარი რა არის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, რაც განსაზღვრავს თერაპიის ბიზნესში კომპანიების წარმატებას და დასერჩავს ახლა ამას და დაგვიგენერირებს, რომ მაგალითად პირველი ყოფილა ის, რომ proven effectiveness and scientific backing, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ თერაპიის მოდელს უნდა ყავდეს კმაყოფილი კლიენტები, რა თქმა უნდა და აუცილებლად უნდა იყოს რაღაც მეცნიერულ თვალსაზრისზე დაფუძნებული და არა შამანური მაგალითად. მეორე ის არის, რომ comprehensive training and certification programs, რაც ასევე ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის, strong digital presence, lead generation strategy, ეს ერთ მნიშვნელოვნად ძალიან მნიშვნელოვანი არის, high profile endorsements and through leadership, okay, ესეც მნიშვნელოვანი არის, scalability and business model diversification. Okay, ანუ რამდენად ის არის სხვადასხვა ტიპის დივერსიფიკაცია შეიძლება ამ მოდელის. კარგი, ეხლა შეგვიძლია რომ follow-up prompt-ი მივაყოლოთ ამას და უთხრათ analyze the websites of და დავაკოპიროთ ეს ვებსაიტები. პირველი იყოს ჩვენი კლიენტი RTT. მერე იყოს პირველი კონკურენტი. ისმენთ. ეთქვა გქონდათ რაღაც, ხო?
კარგი, და ვეუბნებით, რომ გააკეთოს შედარებითი, დაგვიგენერიროს შედარებითი ცხრილი, სადაც აი ამ 5 სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით შეაფასებს თვითონ ჩვენი კლიენტის ბრენდს და ასევე კონკურენტების ბრენდს. დაიწყო უკვე ცხრილის გენერირება. როგორც ხედავთ, აქ ჩამოწერა რაღაც ის ფიჩერები, რომელიც თვითონ მოგწერა და მერე აანალიზებს ჩვენ კლიენტს და მის კონკურენტებს ამ თითოეული მნიშვნელოვანი ფიჩერის მიხედვით. მაგალითად, proven effectiveness. ჩვენ შემთხვევაში combines და scientific backing. Combines principles of hypnotherapy. Okay, ანუ გვეუბნება, რომ რაღაც მეცნიერული background-ი აქვს და გვეუბნება, რომ აქვს დადებითი შედეგები. ამ მეორე კომპანიის შესახებ გვეუბნება, რომ provides a vast library of hypnosis scripts and resources through specific scientific backing isn't prominently featured. ანუ ამას ეს მოიკოჭლებს ამ კონკრეტულ ფიჩერში, ხო? შემდეგი კონკურენტი utilizes rapid transformational therapy to address various issues, emphasizing rapid personal transformation. ანუ ესეც იყენებს როგორც ჩანს ამ RTD მეთოდოლოგიას. და ბოლო კონკურენტი focuses on comprehensive case management and coaching for individuals overcoming addiction, mental health challenges, emphasizing recovery, mindfulness, spirituality. აი, საინტერესო იქნება digital presence-ი, რომ ესე იგი ჩვენ კომპანიასო active online presence აქვს with resources like free master classes and course prospectuses to attract potential trainees, okay? შემდეგი კონკურენტი offers comprehensive website with access to over 1400 hypnosis scripts, downloads, okay, ანუ საკმაოდ კარგი პრეზენცია აქვს, provides information about services, ასე შემდეგ. მოდი, ეს ყველაფერი ხო რომ წავიკითხოთ, ძალიან გაგვეწელება, მაგრამ შეგვიძლია რომ მივწეროთ ესეთი რაღაც. ისვენთ master class-ის ჩანაწერი რომ მეგობარს გაუგზავნო შესაძლებელი იქნება თუ არ შეიძლება? კი, შეგიძლიათ. მადლობა. ჩვენი follow-up prompt-ი იქნება ესეთი, რომ აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამიანალიზა ყველაზე მთავარი pain point-ები და ყველაზე მთავარი advantage-ები, ანუ ძლიერი მხარეები RTT-ის, რომელიც აქვს მას აი ამ კონკურენტ ბრენდებთან მიმართებით. და ChatGPT-მ უკვე დაგვიგენერირა, რომ მთავარი pain point-ები ის არის, რომ market competition and differentiation. Competitors like Hypnotic World offer similar training and therapy programs requiring RTT to constantly emphasize its unique value proposition. Okay, ანუ საკმაოდ ისეთი competitive market-ი არისო. Scientific validation and skepticism. While RTT is marked as neuroscience-backed, it lacks extensive clinical research in mainstream psychology, leading to skepticism among medical professionals. Scalability ასევე pain point-ი არის, price barrier ეთყობა ძვირი ღირს ხო relatively expensive და ესეც pain point-ი არის, limited awareness in medical fields, ესეც pain point-ი არის. ანუ ეს უკვე იმის ინფორმაციას გვაძლევს, რომ ნახე awareness-ის მიმართულებით სამუშაოა ამ ბრენდის შემთხვევაში, ანუ არ არის საკმარისზე კარგი awareness-ი კონკრეტულად ამ მიდგომის შესახებ და ესე იგი ერთ-ერთი მთავარი ობიექტივი ამ ბრენდისთვის იქნება ის, რომ ზოგადად აწიოს awareness-ი თავისი სერვისების მიხედვით, ასევე price barrier-ი არსებობს, რომ საკმაოდ expensive არის და შეგვიძლია რომ ვიფიქროთ რა გამოცდილება გქონია მაგალითად ძვირადღირებულ ბრენდებთან მუშაობის და როგორ გავსულვართ რაღაც მაღალშემოსავლიან ტარგეტებზე, ხო? ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რაღაც skepticism არსებობს ამ მიმართულებების მიხედვით და შეგვიძლია რომ ეს უკვე გავითავისოთ, რომ რაღაც ჩვენი სტრატეგია მაგალითად მოიცავდეს გამამყარებელ არგუმენტებს იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ნამდვილად ის არის კარგი თერაპიული მეთოდი არის ეს RTT, ხო? ანუ საკმაოდ ისეთი ინფორმატიული ანალიზი გააკეთა, ესე ვთქვათ. Advantage-ებს რაც შეეხება, გვეუბნება, რომ effective result-ები აქვსო. Comprehensive training certification,
Strong founder branding. RTT is backed by Marisa Peer, a well-known therapist and speaker, which enhances credibility and trust. ესეც ძალიან საინტერესოა. ანუ შეგვიძლია რომ ეს რესურსი ამ ადამიანის, რომელიც თურმე საკმაოდ established თერაპევტი ყოფილა, გამოვიყენოთ მარკეტინგში და ჩავრთოთ სტრატეგიაში როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. Global recognition and community. Okay, ანუ აღიარებენო სოფლიო მასშტაბით diverse business model offers multiple revenue streams, certifications, therapy sessions, workshops, online programs. აი ეგ ხა ცოტა ის არის ურთიერთსაპირისპირო რაღაც. გვეუბნება რომ advantage ის არის რომ diverse business model-ი აქვს და რამდენიმე revenue stream-ი შეიძლება კონდეს, მაგრამ აქ pain point-ებშიც იგივე გვითხრა რომ scalability აქვს ცოტა და ამაზე ჯობია რომ იმუშაოსო რა. ანუ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად წავიკითხოთ ხოლმე და დავაზუსტებინოთ. შეიძლება სხვა რაღაცას გულისხმობს და მე გავიგე არასწორად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუცილებელი არის რომ გადავამოწმოთ ხოლმე ყოველთვის ეს ინფორმაცია. ასევე ნუ აქ გაბულდებული მაქვს ესეთი რაღაც რომ use similar web and create table highlighting the website traffic details about ეს კომპანია და მისი კომპეტიტორები. ეს მუშაობს ეს პრომპტი იმ შემთხვევაში თუ დააკავშირებთ similar webs და ChatGPT-ს ერთმანეთთან და ამ პრომპტს თუ მიწერთ, დაგიგენერირებთ რაღაცა ცხრილს, სადაც შეადარებს ამ კონკურენტების და ჩვენი კომპანიის website traffic-ის დეტალებს. მაგალითად, რამ ხელა ტრაფიკი არის, საიდან შემოდის მთავარი source-ი, რა არის ტრაფიკის და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვის. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია შევიდეთ similar webs-ზე, დავსერჩოთ და გავაკეთოთ ეს ცხრილი. ანუ აქ რაც გავაკეთეთ, რეალურად არაფერი არ არის ისეთი, რასაც ჩვენ თვითონაც ვერ გავაკეთებდით. უბრალოდ მთავარი შინაარსი ის არის, რომ ამას ვაკეთებთ უფრო სწრაფად და რაღაც ჩვენ არ გვიწევს იმდენი მუშაობა და რაღაც გამზადებული საწყისი პლატფორმა უკვე გვაქვს იმისთვის, რომ უფრო ღრმა ანალიზზე გადავიდეთ. იმედია მოვასწრებთ ყველაფრის გავლას, ამიტომ ცოტა დავჩქარდები. შემდეგი ნაწილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რაშიც ძალიან კარგად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ChatGPT, არის ბრიფის შეგროვება. ამაზე კითხვაც იყო და აი ახლა შეგვიძლია რომ პრაქტიკულ რეჟიმში გავიაროთ ეს ნაწილი. ზოგადად სააგენტოებს და ფრილანსერებსაც აქვთ ხოლმე ბრიფების ტემპლეიტი, რომელსაც აგზავნიან კლიენტებთან. შეიძლება სხვადასხვა ტემპლეიტები ქონდეთ სხვადასხვა კლიენტის ტიპისთვის, ან შეიძლება ერთი და იგივე ტემპლეიტი ქონდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი ტასკი არის რა, რომ ეს ბრიფის ტემპლეიტი შეაგროვო, მოიფიქრო, რა კითხვები არის მნიშვნელოვანი და მოკლედ შეკრა ეს ყველაფერი და ამაში ChatGPT-ს გამოყენება შეგვიძლია ძალიან ეფექტურად. მაგალითად, დავაკოპიროთ ახლა ეს ჩვენი პრომპტი. აქვე ვკითხავ We'll context eseti. I have met the client and have their information. To get started with them, I need to share a briefing template with them in order to understand the brief of the project. I need to create a template with all important questions. Task: act as a experienced digital marketing strategist for an online advertising agency and provide a list of questions to be shared with the client. და მოკლე ინფორმაცია about the client. ეს ახლა უკვე იცის, იმიტომ რომ იგივე chat-ში ვწერ, მაგრამ მოდი მაინც დავუზუსტოთ. I am working with a client who is a therapy business named RTT based in UK. They want to run digital marketing campaigns with the goal of lead generation. In order to work on a media plan and strategy for them, provide me a list of questions I should ask them in order to create an efficient media plan and strategy. I will send them these questions so that I have all the information at once about the project and I can create a detailed strategy and media plan. ძალიან სწრაფად მოახერხა ამ ყველაფრის გაკეთება. უკვე მიგენერირებს საჭირო კითხვებს, რაც შეიძლება მაინტერესებდეს იმისთვის, რომ გადავიდე სტრატეგიის მომზადების ეტაპზე. ანუ რაც კი შეიძლება დამჭირდეს ინფორმაცია აბსოლუტურად ყველანაირ კითხვას დამიგენერირებს სავარაუდოდ. მოდი გავიაროთ მაინც და გადავამოწმოთ. პირველი არის business and brand overview. Can you provide a brief overview of RTT, its mission and key services? ეს ძალიან ისეთი სტანდარტული კითხვა არის, რომ თვითონ კლიენტმა თავისი შეხედულება ჩამოაყალიბოს და მოგვიყვეს ზოგადად კომპანიის მისიის და მთავარი სერვისების შესახებ.
What differentiates RTT from competitors? ანუ რა არის ძლიერი მხარეები? ესეც საინტერესო არის ჩვენ რამდენი research-იც არ უნდა ვაკეთოთ, მაინც საინტერესო არის კომპანიის გადმოსახედიდან რა არის მათი ძლიერი მხარეები, იმიტომ რომ შეიძლება აბსოლუტურად სხვა პასუხი გავცენ, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ ვაანალიზებთ. Do you have any existing brand guidelines? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ ზოგადად როგორი კომუნიკაცია აქვს ბრენდს და რა ტონში საუბრობს, რა visual identity აქვს და ასე შემდეგ. Who are your biggest competitors UK and globally? Okay. Campaign objective and KPI. What specific goals do you want to achieve with this campaign? For example, course enrollments, therapy session bookings, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ძალიან კარგი კითხვა არის. კი ვიცით, რომ ზოგადად lead generation-ი არის ამ კომპანიის თავარი მიზანი, მაგრამ რა lead-ების generation-ი არის ეს კურსის enrollment-ები, თერაპიის სესიების დაჯავშნები თუ ზოგადად ანუ კონკრეტიკა მოკლედ. What key performance indicators will determine success. Okay. ვაკონკრეტებინებთ, ესე იგი, რა არის მთავარი KPI მათთვის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, იმიტომ რომ შეიძლება არ დაგიზუსტონ და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ კლიენტებს გონიათ, რომ ციფრული მარკეტერები რაღაცნაირად ისინი არიან mind reader-ები და რასაც ფიქრობენ, მაგას აბსოლუტურად ხვდებიან, მაგრამ რეალურად რაც უფრო მეტ რაღაცას დავაკონკრეტებინებთ, მით უფრო მეტი აცდენა შეიძლება გამოჩნდეს ჩვენსა და კლიენტის შეხედულებებს შორის. ამიტომ ყოველთვის ჯობია, რომ მათგან მოვისმინოთ, რა არის მათთვის მთავარი KPI. და შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიაც აისახოს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მერე ვეკითხებითო, რომ do you have a preferred customer acquisition cost or target return on ad spend? Okay. ციფრობრივადაც რა KPI-ები აქვს, ამას ვაზუსტებთ. მერე ვეკითხებით target audience customer insights, ესეც ძალიან საინტერესო არის. Who is your primary target audience? Do you have any audience personas or demographic insights? What are the main pain points and motivations of your target audience? ძალიან კარგი კითხვა არის. Are there any specific industries or professionals where RTT training is most popular? Okay, ძალიან მისაღები არის. Current and past marketing efforts, ანუ აქ კითხვები იქნება იმასთან დაკავშირებით თუ აქამდე რა გაუკეთებიათ ან ეხლა რა საკეთებენ მარკეტინგის მიმართულებით, advertising budget and timeline, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები, offer, pricing, promotions, what is the main offer we will be promoting? Okay. Do you have any upcoming promotions or limited time offers we should incorporate? What is the price range? How does RTT's pricing compare to competitors? ძალიან საინტერესო კითხვები. და მნიშვნელოვანი. Creative assets and contents, აქ ვეკითხებით რა ასეტები აქვს და რა კონტენტი აქვს. Website and landing page information, ასევე მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა ასეტები აქვთ webguard-ის სახით თუ landing page-ის სახით და ასევე ვეკითხებით tracking-ზე, ანუ ასაწყობი გვაქვს ეს ჩვენი tracking-ი თუ უკვე არსებობს რამე tracking-ი, იყენებენ თუ არა CRM-ს, ანუ ძალიან ამომწურავი არის ეს ყველაფერი, მოკლედ რო ვთქვათ, მოდი არ გავყვეთ ბოლომდე და ჩემთვის მაგალითად ძალიან ამომწურავია, მისაღებია და ბრენდზე მორგებული არის, რაც მთავარია, პირდაპირ ეს ინფორმაცია ყველაფერი თუ მომაწოდა კლიენტმა, მე მზად ვიქნები იმისთვის, რომ დავიწყო სტრატეგიაზე მუშაობა. ეხლა რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ის არის, რომ დავავალოთ, რომ brief-ის ფორმატში მოგწეროს ეს ყველაფერი და არა კითხვა-პასუხის რეჟიმში. წერო, give this list to me in a tabular form with first column as category and the second column as the question. რაც საკეთებს, კატეგორიები გამოყო და question-ები ჩამოწერა. ეს უკვე არის ჩვეულებრივი brief-ის template, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, გადმოვწეროთ, გადმოვაკოპიროთ, გავუგზავნოთ კლიენტს. ასევე ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ საკმაოდ ისეთი სპეციფიური და ისეთი ღრმა კითხვები არის, ახლა რასაც ვუყურებთ, ხო? შეიძლება ყველა კლიენტს არ ქონდეს ამდენი ინფორმაცია ციფრული მარკეტინგის შესახებ და არ ქონდეს ამდენი ცოდნა ციფრული მარკეტინგის შესახებ. ამისთვის შეგვიძლია რომ ესეთი ტრიკი გამოვიყენოთ. შემდეგ task-ად მივწეროთ add one more column with the example answers for the client to understand what kind of information we need from them. ანუ ეხლა დააგენერირებს იგივე tables, უბრალოდ example პასუხებს დააგენერირებს ასევე, ანუ როგორი ტიპის პასუხს ველოდებით ჩვენ თითოეულ კითხვაზე, რაც სავარაუდოდ დაეხმარება კლიენტს იმისთვის, რომ უფრო კარგად აღიქვას კითხვის შინაარსი და მერე მოარგოს თავის ბრენდს და თავის შეხედულებებს ეს ყველაფერი.
კარგი, რავი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ მაგალითად ამ ბრიფის ტემპლეიტით, რაც დაგვიგენერირა და კიდე აგრძელებს. სულ ეს არის ბრიფის ნაწილზე, რაც მინდოდა მეთქვა და მგონი ბაზრის კვლევაზეც მოვასწრებთ 1-2 სიტყვის თქმას. მოკლედ, რო წარმოვიდგინოთ, რომ და შეგვისო კლიენტმა უკვე ეს ბრიფი და გადმოგვიგზავნა, შეგვიძლია რომ გადავიდეთ უკვე სტრატეგიის ნაწილზე, ხო? სტრატეგიის ნაწილზეც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ChatGPT და სტრატეგიის ნაწილის ზოგადად პირველად იწყება ხოლმე ბაზრის კვლევით, როგორც გლობალური მარკეტის, ასევე იმ ლოკალური მარკეტის, სადაც ფუნქციონირებს ეს ჩვენი კომპანია. ხო, ან გესმით, ხო? ხო, ხაზე ვართ ისევ. სიჩუმე არის დიდი ხანია. ყველაზე ხართ ვისმენთ. კარგი. გადავაკოპირებ ახლა ამ შემდეგ prompt და წავიკითხოთ. Context არის ესეთი: perform market research for a client which needs to be presented in the beginning of a strategy and the strategy has to be in line with this research. Okay, პირდაპირ ვუბნებით, რომ მარკეტინგული სტრატეგიისთვის მჭირდება ეს market research-ი, შესაბამისად გაითვალისწინებს ამას და მოგწერს ზუსტად იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება დაგვჭირდეს როგორც ციფრულ მარკეტერებს. Tasks რაც შეეხება: act as a senior marketing researcher and provide market research for a presentation. Presentation is about a digital marketing strategy for a client called ვიწეროთ რომ ისევ არტიტი არის. They are in a therapy business. However, I want only the market research part, and based on in the market research outcomes, I will create a strategy. To research needs to craft a story and brief outcome for a digital marketer. From it, include the sources of each section where you got the data from. ამას რო ვთხოვთ, გარანტირებულად მივიღებთ ყველა წყაროს, საიდანაც აიღებს data-ს და შესაბამისად შეგვიძლია გადავამოწმოთ ეს წყაროები და არა მხოლოდ გადავამოწმოთ, გადავიდეთ და ნახოთ კიდევ უფრო ღრმად ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ. მე ვწერ რომ research needs to include sections but not limited to. ეს რო დავნოუმროთ, კარგი იქნება რომ მსგავსად გვიპასუხოს. პირველი industry overview and market overview for therapy market in შეგვიძლია რომ globally and in UK. As well as the previous growth and expected growth. Mere ვეკითხებით, add numbers about seasonality and any other upcoming events that are relevant and can provide opportunities for marketing. Overall population and buyer purchasing behavior. ასევე საინტერესო არის. Online landscape with focus on social media platforms and their penetration and facts and figures about each one of these platforms. Overall opportunities for RTT in digital marketing space, any digital marketing trends that need to be considered by RTT's digital marketing team, reviews about RTT online and the pain points and good things people have mentioned in the reviews, including the reviews on sites like Quora. და ბოლოს ვეუბნებით, რომ add outcome, opportunities and takeaway from the research for a digital marketer working on this project. და დაიწყო დაგენერირება უკვე. გვეუბნება industry overviews, global therapy market, mental health sector is experiencing steady growth in UK. The mental health market is projected to grow by 0.93%. ბევრი არის, მაგრამ UK market-ის კვალობაზე ალბათ თანხობრივად ბევრი იქნება. 2025-29 წლებშია. Reaching a market volume is approximately 1.37 billion by 2029. Seasonality and relevant events. Seasonal demand. Mental health services often see increased demand during winter months due to conditions like seasonal affective disorder. Okay, გვეუბნება რომ ზამთრის თვეებში, როცა რაღაც სეზონური დეპრესიის ბრჭყალებში სეზონი არის, sadness-ის სეზონი არის, შეიძლება უფრო გაზრდილი ის იყოს, მოთხოვნა იყოს თერაპიის სერვისებზე. Mental health awareness events.
Key events such as Mental Health Awareness Week in May and World Mental Health Day. Okay. ანუ გითხრა რომ რაღაც ივენთები არსებობს mental health-თან დაკავშირებული, რაც შეიძლება იყოს ამ ბრენდისთვის ერთ-ერთი opportunity იმისთვის, რომ რაღაც უფრო აქტიური კომუნიკაცია აწარმოოს და ამ დროს უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი იქნება ზოგადად თერაპიით. Population and purchasing behavior. Demographics. UK's aging population is contributing to a higher demand for healthcare services, including therapy. Okay, ანუ უფრო მაღალი ასაკის მქონე ადამიანებია. Consumer behavior. There is a growing presence for personalized and convenient healthcare solutions with many seeking online therapy options. გასაგებია, ანუ online თერაპიაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის. Social media-ზე გვეუბნება, რომ Facebook, Instagram და LinkedIn არის მთავარი social media-ები და კარგი პრაქტიკა არისო client success story-ების დაშიარება და ინფორმაციული შინაარსის კონტენტი engagement-ის დასაგროვებლად, ასევე ვიდეო კონტენტი. რა არის opportunities ახლა ამ RTT-ისთვის? Telehealth promotion, emphasizing RTT's online therapy services can attract clients seeking convenient mental health solutions, personalized marketing, AI integration, implementing AI-driven tools such as chatbots for initial consultations or AI-powered self-care apps can enhance client experience and operational efficiency. ძალიან საინტერესო იდეა არის, ანუ chatbot-ები ან რამე აპლიკაციის ქონა შეიძლება მართლა კომფორტული solution-ი იყოს იმ შემთხვევაში თუ გვეუბნება რომ UK market-ზე ზოგადად online თერაპია საკმაოდ პოპულარული არის და ბევრი დიდი მოთხოვნა არის. Trendებს რაც შეეხება patient-centric marketing focusing on genuine needs for clients, okay. Data privacy, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, okay. Online reviews of RTT, positive feedback. Clients often praise RTT for integrative approach and rapid results. Areas of improvement. Some reviews suggest a need for more extensive scientific validation and broader recognition within a traditional medical community. ანუ ამ მიმართულებით აუცილებლად იქნება სამუშაო, რომ რაღაც ბრენდის სახელი უფრო ესეთ scientific background-ზე უფრო მეტი ისაუბრონ და უფრო გაამყარონ ვალიდაცია ამ თავისი მეთოდის. Outcome and opportunities. RTT is well positioned to leverage the growing demand of mental health services by enhancing its digital presence. Okay, აქ პატარა შეჯამებასავით გაგვიკეთა. ეს უკვე რავი, საკმაოდ დიდი ვრცელი ინფორმაცია არის. ეს ყველა ინფორმაცია ჩვენ რო დამჯდარიყავით და გვეძებნა, ბევრად დიდი დრო დამჭირდებოდა ამ ყველაფრისთვის და ყველაზე კარგი ნაწილი ამის ის არის, რომ source-ებს რო დავკლიკავთ, გვაქვს აბსოლუტურად ყველა source-ი, რომელიც გამოიყენა ChatGPT-მ, საკმაოდ ბევრი source-ი არის, წარმოიდგინეთ, რამდენი დრო დაგჭირდებოდა ამ ყველაფრის წასაკითხად. თუმცა ხო, მაინც გირჩევთ, რომ ამ source-ებზე გადახვიდეთ, ნახოთ და რაღაც შეავსოთ, ეს ანუ რა თქმა უნდა არ არის სრულყოფილი market overview, ამისთვის საჭირო არის ის, რომ მართლა გადავიდეთ ამ ვებგვერდებზე, ან ჩვენ თვითონაც მოვარისერჩოთ და რაღაც სრულყოფილ შედეგამდე მივიდეთ. კიდევ ერთი follow-up prompt-ი, რაც შეგვიძლია რომ ძალიან კარგად გამოვიყენოთ პრეზენტაციებისთვის, არის ეს. ამ შემთხვევაში ვეუბნებით, რომ provide me with graphs for this research so that I can add them to the presentation directly. ანუ ის ინფორმაცია, რაც მოგვაწოდა აქ, ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება იმისთვის, რომ სტრატეგიის პრეზენტაციას რო გავაკეთებთ, იქ წარმოვაჩინოთ. ChatGPT-ის ეგ ფუნქციაც აქვს, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაგვიგენერიროს ჩარტები და გრაფები, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია გადმოვწეროთ და ჩავაინტეგრიროთ ჩვენს პრეზენტაციაში. უბრალოდ ალბათ დრო დასჭირდება ამ ყველაფრის გასაკეთებლად და ვაცადოთ. Okay. აი უკვე დაგვიგენერირა ჩარტი, რომელიც ძალიან მშვენივრად გამოიყურება. ეს ჩარტი გვიჩვენებს UK mental health market growth projections, რომ 2025-დან 2029-მდე როგორ გაიზრდება. Seasonal demands გვიჩვენებს, რომ winter, spring, summer, autumn რა ტიპის მოთხოვნა არის თერაპიის სერვისებზე UK-ში. Social media platform usage, ძირითადი ჩენელების მიხედვით. Digital marketing opportunities. ესეც ხო ძალიან საინტერესო ჩარტი არის. რაში იზომება უბრალოდ opportunity impact-ში გაგვიზომა.
სკორით. ეს ძალიან საინტერესო არის. ამაზე მაგალითად შეგვიძლია დავუსვათ შემდეგი კითხვა, რომ რას ნიშნავს ეს opportunity impact score და როგორ დათვალა და ასე შემდეგ, რაც შეიძლება ძალიან საინტერესო რაღაცაც აღმოჩნდეს, მაგრამ მოდი ხა არ გავყვეთ ამ ნაწილს. იმიტომ რომ ბევრ დროს წაიღებს და ასევე დაგვიგენერირა online reviews of RTT. გვეუბნება რომ 30% ნეგატიური რივიუები არის, 70% პოზიტიური რივიუები არის. მშვენიერი თანაფარდობა არის. კარგი. ეს არის და ეს market overviews ნაწილში რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ აუდიტორიის ანალიზზე. მაკო, დროში როგორ ვართ რომ მითხრა? შეგვიძლია გავაგრძელოთ. მეგობრებო, თქვენ შეგვიდასტურეთ, ხომ მოგყვებით, ხომ მოგწონთ? კი. ძალიან მომწონს. კი ბატონო, გავაგრძელოთ მაშინ. დიახ. კარგია, მიხარია. კარგი, შემდეგი ნაწილი რაშიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ChatGPT, არის აუდიტორიის ანალიზი, რომელიც ასევე არის სტრატეგიის შედგენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ხო? აუცილებლად გვჭირდება რომ გავაანალიზოთ, ვინ არის ამ ჩვენი ბრენდის ტარგეტ აუდიტორია, გავაკეთოთ მათი სეგმენტაცია და ზოგადად მოვიფიქროთ, როგორ მივწვდეთ ამ სეგმენტებს, რომელ ჩანელებზე და რა უნდა იყოს საერთოდ ეს სეგმენტები. ამისთვის დავწერე ესეთი პრომპტი. I'm doing audience analysis that includes persona and avatar building for a digital marketing strategy for RTT. Task: act as a senior digital marketing expert and create different personas of audience and segment the total addressable audience into buckets which can be separately targeting on online media platforms with minimal overlap. Ideally, I will need 3 to 5 segments. ან ვეუბნებით, რომ სეგმენტები გამომიყავი, რომელსაც ყველაზე ნაკლები overlap-ი ექნება ერთმანეთთან და მჭირდება დაახლოებით 3-დან 5 ესეთ სეგმენტამდე. მიგენერირებს პირდაპირ ცხრილს. კარგი, მეუბნება, რომ პირველი სეგმენტი არის aspiring therapists and career changers. ანუ ახალი თერაპევტები, ანუ ვინც ახალი არის ამ სფეროში და ისეთი ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ შეიცვალონ კარიერა და გახდნენ თერაპევტები. მოგვიფიქრა ამ ადამიანის სახელი, რო არისო ემა, passionate career shifter. Description-ში გვიწერს, რომ professionals seeking a meaningful career in a therapy and personal development, often looking for certification programs. Age group იქნება 28-დან 45 წლამდეო. რაც ხო ლოგიკური არის, იმიტომ რომ თუ უკვე თერაპევტი არის, ალბათ მთლად ახალგაზრდა 20 წლის და 22 წლის ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება 25-26 წლის იყოს და შეგვიძლია რომ ჩამოვწიოთ ეს ტარგეტი და career changer-ებით სავარაუდოდ დაახლოებით 28 წლის მაინც იქნებიან და მაქსიმუმ ალბათ 45-50 მაქსიმუმ საპენსიო ასაკამდე. ამ კონკრეტული სეგმენტის pain point-ი არისო, ის რომ they are stuck in an unfulfilling job, looking for career growth, needs a credible and recognized certification. ძალიან ისეთი მშვენიერი pain point-ია, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მისაღებიარი და პირდაპირ არის ჩვენი სეგმენტი. Marketing channel-ები გამოიყენეო Facebook Ads-ი, Instagram-ი, YouTube-ი, LinkedIn-ი. Best ad messaging და ჟეგწერს თუ რა კონკრეტული მესიჯებით შეგვიძლია რომ ველაპარაკოთ ამ კონკრეტულ სეგმენტს და გწერს ეგეთ messages. Turn your passion for helping others into a rewarding career. Become a certified RTT therapist. Okay. ანუ ფორმულირება messages ხო დაახლოებით ესეთი უნდა იყოს career changer-ებისთვის და ახალი თერაპევტებისთვის. მეორე სეგმენტი გამოგვიყო existing therapists and coaches, რომლებიც ეძებენ upskilling ვარიანტებს, ანუ უკვე ლიცენზირებული თერაპევტები ვინც არიან, მაგალითად მარკი, the expanding practitioner, რომელიც არის 35-დან 55 წლამდე და ჭირდება ახალი თერაპიის მეთოდების სწავლა, ახალი სერტიფიკატების მოძიება და ამ მარკს მივწვდებითო LinkedIn-ზე, რაც ლოგიკური არის, ასევე Google-ის search-ის ედებითო, იმიტომ რომ სავარაუდოდ ისეთი ადამიანი, რომელიც უკვე არის თერაპიაში და უნდა რომ ახალი თერაპიის სკილები აითვისოს უეჭველი, ან LinkedIn-ზე მოძებნის ამას, ან Google-ში შევა და დასერჩავს, ასე რომ აქაც სწორი არის ChatGPT.
YouTube-ის ედები შეგიძლია გამოიყენო და ასევე ვებინარები შეგიძლია გამოიყენო. ვებინარიც საკმაოდ კარგი ტაქტიკა იქნება და ამაზეც მესიჯინგი მოგცა. კიდევ შემდეგი სეგმენტი არის individual seeking therapy. ეს გასაგებია ისეთი ადამიანები, რომლებიც ეძებენ ზოგადად თერაპიას, მაგალითად Sara, რომელიც არის struggling professional, არის ხო busy professional არისო და სჭირდება თერაპიაო. კი ბატონო. ასევე self improvement and wellness enthusiasm, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეძებენ რაღაცა coaching-ის ვარიანტის იმას რა ქვია, თერაპიას, რომ დახვეწონ თავისი ცხოვრების მანერა და უფრო პროდუქტიულები გახდნენ. კი ბატონო, ესეც შეიძლება იყოს ერთი სეგმენტი. Corporate wellness and HR decision makers. ხო, ესეც საინტერესო სეგმენტი არის, ანუ კორპორაციაში შეიძლება ალბათ დაინერგოს მსგავსი მეთოდები, აი მაგალითად თუ კომპანიის HR ზოგჯერ აი უცხოურ კომპანიებში აქვთ ხოლმე რაღაც სესიები თერაპიის თავიანთი თანამშრომლებისთვის და ამ რაღაც mental health-ზე ზრუნავენ თავისი თანამშრომლების, არ ვიცი საქართველოში ასეთი რამე თუ არსებობს, არ მგონია, მაგრამ უცხოურ კომპანიებში არსებობს და ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი სეგმენტი ამ კომპანიისთვის. Targeting-იც მოგცა, online media targeting-ი, რომ გვეუბნება, რომ best segments to target, Meta-ზე ცალკე, LinkedIn-ზე ცალკე, Google Search-ზე ცალკე, YouTube-ზე, თუმცა საკმაოდ ისეთი შეზღუდული ინფორმაციით და key takeaway-ები აუცილებლად შეგვიჯამა როგორც ყოველთვის. ეხლა შეგვიძლია რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ყველაფერი. და ვკითხოთ, რომ give me an idea of how their purchase journey might differ. ანუ ეს ხუთი სხვადასხვა სეგმენტის ადამიანისთვის ერთი და იგივე გზა ალბათ არ იარსებებს შესყიდვამდე ან კურსის ან თერაპიის პაკეტის, ხო? ყველას სჭირდება სხვადასხვანაირი მიდგომა და ეხლა ვეკითხებით ზუსტად ამას, რომ აი როგორ მივუდგეთ თითოეულ მათგანს და რა სხვაობა არის ამ მიდგომებში, რა სხვაობა შეიძლება რომ იყოს. გვეუბნება, რომ პირველი სეგმენტი რაც არის aspiring therapists and career changers, what they need to decide. Needs trust in RTT's credibility, certification and success stories. Wants to know earning potential after certification. ანუ ჩვენ უკვე ვიცით, რომ აი ამ სეგმენტზე, როდესაც დავატარგეტებთ ჩვენ რეკლამებს, ჩვენი რეკლამების შინაარსი ხაზს უნდა უსვამდეს იმას, რომ RTT-ის თერაპიის მოდელი არის გლობალურად აღიარებული, იძლევა სერტიფიკატს და აქვს ძალიან ბევრი success story. ასევე არის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი. გვეუბნება, რომ სწორედ ეს იქნება მთავარი გადამწყვეტი მიზეზი იმისა, რომ ეს ამ სეგმენტმა შეიძინოს ჩვენი პროდუქტი. გვეუბნება, რომ სოციალური მედიის ედები გამოიყენეო ამ ყველაფერში, ასევე search ედები გამოიყენეო და YouTube ტესტიმონიალები და decision stage-ისთვის შეგიძლია ვებინარები გამოიყენო. Q&A, payment plan availability, testimonial videos from career changers. ხო, ეს ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ. არაფერში არ ვეწინააღმდეგები ამას, თუმცა მაინც რაღაც დროს დავუთმობდი ამის გაანალიზებას და შევეცდებოდი, რომ უფრო დამეხვეწა ეს ყველაფერი. თუმცა აბსოლუტურად მისაღები არის. Existing therapists and coaches upskilling. Amatvisa, they need to know how RTT complements existing therapy practice, looking for scientific validation and client results. Okay, ანუ ამ ხალხთან საუბრის დროს ხაზი უნდა გავუსვათ მეცნიერულ backgrounds და როგორ დაეხმარებათ ზოგადად ამ skills შეძენა ზოგადად თავიანთ თერაპიის მოღვაწეობის განმავლობაში. ამისთვის შეგიძლია case study-ები გამოიყენო. Learning about ROI for their business peer recommendation. Okay, შეგიძლია რომ ეგეც მაგასაც ხაზი გაუსვა თუ აი მაგალითად ესტიმაცია გააკეთო რამდენად გაუზრდის ROI-ის შენი თერაპიის მოდელის დანერგვა ან ათვისება როგორც უკვე არსებულ თერაპევტს. იმ ხალხისთვის, ვინც ეძებს თერაპიას, ჩვენი მესიჯინგი უნდა იყოს ის, რომ RTT works quickly and is safe and professional, რაც ლოგიკური არის. Self improvement seeker-ებისთვის იყოს ჩვენი მესიჯინგი ის, რომ
educates on benefits of RTT. Okay, ხაზი გავუსვათ, ანუ რა ბენეფიტები შეიძლება მოიტანოს RTT-მ და რა კონკრეტული პრობლემები გადაჭრას. როგორც მახსოვს, მაგალითად, confidence-ის ნაწილში იყო ერთ-ერთი მაგალითი, რომ ანუ აი confidence-ის პრობლემა ვისაც აქვს, ეგეთი ადამიანებისთვისაც ძალიან ეს არის კარგი თერაპიის მეთოდი არის. ამიტომ აი ამ სეგმენტისთვის შეიძლება ეს მესიჯინგი იყოს საკმაოდ საინტერესო. კორპორაციულ ტიპებს და HR-ებს რაც შეეხება, როგორ დაეხმარება RTT მათ თანამშრომლების mental health, რაც ლოგიკური არის. Okay, აქ მე მოგწერა რაღაცა შეჯამება ის თუ როგორი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია დავნერგოთ თითოეული ამ სეგმენტისთვის და რა ტიპის კონტენტი გამოვიყენოთ და ასევე purchase journey-ებიც შეჯამებაც მოგწერა, რაც საკმაოდ კარგი და საინტერესო ინფორმაცია არის. შემდეგი დაზუსტება რაც შეგვიძლია რომ მივიწეროთ. არის რომ briefly provide what kind of factors would push them into purchasing RTT's products. ნახოთ რას გვეტყვის. ეხლა წერს თითოეული ამ სეგმენტისთვის ყველაზე მეტად რა დაატრიგერებს ამ სეგმენტს იმისთვის, რომ შეიძინონ ამ კომპანიის პროდუქტები და სერვისები. რაც საინტერესო ინფორმაცია არის იმის გათვალისწინებით, რომ სტრატეგიაში გამოგვადგება რა, ჩვენი სტრატეგია ხო მარტო რაღაც media buying-ს არ უნდა მოიცავდეს და ბიუჯეტების გადანაწილებას, არამედ რეალურ სტრატეგიებს უნდა მოიცავდეს, როგორ გავყიდით კონკრეტულ სეგმენტებზე ამ ჩვენს პროდუქტს თუ სერვისს და ამაში ეს ინფორმაცია ძალიან დაგვეხმარება და იმაშიც დაგვეხმარება, რომ როდესაც ამ სტრატეგიას წარუდგენთ კლიენტს, რაღაც უბრალოდ ჰაერზე არ ვესაუბროთ და რეალურად ავუხსნათ და დავანახოთ, რატო შედგა ეს სტრატეგია ისეთი სახით, როგორი სახითაც შედგა, რა ანალიტიკური ბექგრაუნდი აქვს ამ სტრატეგიას და რაღაც validation-ი გავუკეთოთ ჩვენს მიდგომას და თუ აი ესე დეტალურად ჩავუშლით ამ ყველაფერს, ბევრად უფრო დიდი შანსი არის, რომ მარტივადვე დაგვეთანხმოს კლიენტი და გამოგყვეს ამ სტრატეგიაზე, ვიდრე ამდენი დეტალის გარეშე უბრალოდ მზა რაღაცა ფორმულირება, რომ გავუმზადოთ, რომ აი ამ channel-ზე ამდენს დახარჯავ, ამ channel-ზე ამდენს დახარჯავ და ამ ხალხს დაატარგეტებ, ხო? აი ამ ყველაფერს რო ვაჩვენებ, თვითონაც მიხვდება, რომ ჩვენ რეალურად მართლა ვიმუშავეთ და ეს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება იქნება ეს ბიუჯეტის თვალსაზრისით თუ ჩენელების თვალსაზრისით არის ამ ანალიზზე დაფუძნებული. ეხლა როგორც ხედავთ, მოგვწერა მთავარი purchase trigger-ები ყველა ამ აუდიტორიისთვის, გვეუბნება რომ მაგალითად პირველ შემთხვევაში desire for career change and purpose-driven work, seeking income potential and job demand, success stories, limited time discounts, free introductory masterclass webinar. მსგავს იგივე ტიპის სტრატეგიებს და ტრიგერებს გვიწერს აბსოლუტურად ყველა სეგმენტზე, რომელიც რა თქმა უნდა გავაანალიზოთ one by one, თუმცა ეხლა მე მგონი შინაარსი გასაგები არის და აღარ დაგჭირდება ამ ყველაფრის გავლა. შემდეგი სტეპი არის უკვე რომ ვეუბნები give me the channels for addressing each of these segments in terms of their digital behaviors. ეს უკვე კი მოგცა, მაგრამ რეალურად ნახეთ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვაგენერირებინებთ, ანუ ეხლა მაგალითად ცალკე რომ დავაგენერირებინე თითოეული სეგმენტისთვის რა არის purchase trigger-ი, დარწმუნებული ვარ, რომ channel distribution-ი ცოტათი მაინც შეიცვლება და დაიხვეწება. ამიტომ ამ მხრივაც ანუ არ გეგონოთ, რომ თავიდან აგენერირებინებთ ერთი და იგივე რაღაცას. რაც უფრო აზუსტებ და რაც უფრო მეტ follow up იმას prompts მიწერ ChatGPT-ს, მით უფრო სწორ და მით უფრო ისეთ ზუსტ პასუხებს დაგვიგენერირებს. კარგია, ეხლა როგორც ხედავთ, უკვე გვიგენერირებს პირველი სეგმენტისთვის რა არის მთავარი digital channel-ები, სადაც უნდა მოხდეს კომუნიკაცია და გვიგენერირებს რატომ არის, ანუ ანალიზის ნაწილსაც გვიგენერირებს. რაც ასევე ძალიან კარგი ინფორმაცია არის იმისთვის, რომ მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
და ბოლოს step-ი რაც შეგვიძლია რომ ისევ ამ აუდიტორიის ანალიზზე მივწეროთ, ის არის რომ კი ძალიან კარგია რომ ეს ყველა ჩენელი მოგწერა და მოგწერა მაგალითად რა ტიპის კონტენტი უნდა ვაწარმოოთ და რატომ მუშაობს ეს ყველაფერი და რა ლოგიკა არის ამის უკან, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ამ ჩენელის შემთხვევაში ამ ჩენელს რა ტარგეტინგის საშუალებები და შესაძლებლობებიც აქვს, ამის მიხედვით მოგწეროს ზუსტად actual targeting options. ანუ მაგალითად, აი ეს ხალხი რაღაც aspiring therapists როგორ დავატარგეტო კონკრეტულად Facebook-ზე, კონკრეტულად Instagram-ზე, კონკრეტულად YouTube-ზე და სხვა ჩენელებზე ამ ჩენელების შესაძლებლობების გათვალისწინებით. და როგორც ხედავთ, უკვე წერს, რომ აი ეს ხალხი მაგალითად მეტას targeting-ში ესე დაატარგეტეო. ინტერესების ნაწილში ეს მიუთითე, behavior ნაწილში ეს მიუთითე, lookalike audience-ი შეგიძლია ჩართო, custom აუდიტორიად ეს გამოიყენეო. YouTube-ის შემთხვევაში ტოპიკებით დაატარგეტეო და placement-ებით დაატარგეტეო და მოგწერა კონკრეტულად რა უნდა იყოს ეს ტოპიკები. Google search-ის შემთხვევაში გვეუბნება, რომ ეს how to become a therapist და მსგავსი keyword-ები დაატარგეტეო, ეს არ არის საკმარისი არანაირად და მაინც მოგვიწევს აუცილებლად keyword research-ის გაკეთება, თუმცა კარგი არის დასაიდენტიფიცირებლად იმ keyword-ების, რაც შეიძლება რომ საინტერესო იყოს ამ კონკრეტულ target-თან მიმართებით და ამაში შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. იგივე გაკეთა ანალოგიურად LinkedIn-ზე, რომ job title-ებს დაუმიზნე career coaches, wellness coaches, psychology graduates და LinkedIn-ის გრუპებში შეგიძლიაო, რომ people in professional development groups. იგივე გაკეთა აბსოლუტურად ყველა სეგმენტზე. მოკლედ, ფაქტობრივად აუდიტორიის ნაწილი ჩვენი სტრატეგიის მზად არის, თუმცა ეს არის კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ იმ სტრატეგიის რაღაც 70-80%, რაც საბოლოო ჯამში უნდა წარმოვადგინოთ და აუცილებელი არის, რომ ამ ყველაფერს გადავუაროთ, შევასწოროთ ჩვენი გამოცდილებების და ჩვენი შეხედულებების მიხედვით და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავაკოპიროთ და copy-paste არ უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრის გადამოწმების და აი რაღაც შესწორებების გარეშე. კარგი და ბოლო ნაწილი რაშიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ChatGPT, თუმცა რა თქმა უნდა ეს ბოლო ნაწილი არ არის, მაგრამ ამ კონკრეტული ტრეინინგის ბოლო ნაწილი არის media planning-ი. და ახლა როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ media planning-ში ChatGPT. შეგვიძლია მივწეროთ რომ act as a senior media planner for performance marketing with a lot of experience in UK market. I am working on a media plan for RTT, ეს უკვე იცის, მაგრამ მაინც დავუზუსტოთ, with the main objective to generate more qualified leads, მაგალითად. Ask me all questions you need one by one in order to create strategic detailed media plan. ანუ ახლა მე ვთხოვ, რომ დამისვას ჯერ ყველა კითხვა, რაც ჭირდება იმისთვის, რომ სტრატეგიული media plan-ი დამიგენერიროს, იმიტომ რომ პირდაპირ ვთხოვ, რომ media plan-ი დამიგენერირო, ისეთი ზუსტი და კარგი არ იქნება, როგორიც აი ორ სტეპად რო გავყავი რა, ჯერ მაგაზე ვაფიქრებ, საერთოდ რა არის საჭირო იმისთვის, რომ დააგენერიროს კარგი, ეფექტური media plan-ი, მერე გავცემ ამ ყველაფერზე პასუხს და ამის მიხედვით დავაგენერირებინებ media plans. მეკითხება რომ how do you define a qualified lead for RTT? Is it someone who submits a form, attends a webinar, books a consultation, pays for certification training up front? მაგალითად, ბრიფი გვაქვს უკვე კლიენტის და ვიცით რომ აი ეს არის მათთვის qualified lead-ი. და სწორედ ეს უნდათ რომ ამ ჩვენმა კამპანიამ მოუტანოს. მერე გვეკითხება, what is the average cost of certification training that we are driving leads toward? და გვიხსნის რატო გვეკითხება. Okay, მაგალითად ეს სერტიფიკატი ღირს $2500.
მე გვეკითხება, what is your monthly ad budget for this lead generation campaign? It will help. Okay, ანუ გვეკითხება, გვეუბნება რაში დაეხმარება მას media planning-ის ნაწილში და მოდი ვუთხრათ, რომ ჩვენი monthly ad budget-ი არის მაგალითად 10k $. Შემდეგ გვეკითხება, given your 10,000 monthly budget, let's set performance expectation. With a 3x ROAS target, your maximum cost per acquisition should be 830 per paid certification sign-up. Expected conversion per month 12 sale. Expected revenue 30,000. Does the CPA and conversion target align with your business expectation? ხო, ნუ, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ CPA $833 არის ძალიან დიდი ფასი და არარეალისტური ფასი და შეგვიძლია მივწეროთ no our KPI for CPA is მაგალითად $35, რაც უფრო რეალისტური არის თითო ლიდისთვის. მე გვეუბნება, რომ if your target CPA is $35, this means you expect to acquire a paying customer for $35 despite the certification price being up. ანუ ეხლა ეს რეალურად ChatGPT იყოს სწორი და მე შევცდი. ანუ ჩვენ თავიდან გვკითხა, რომ qualified lead-ი რა არის დამიზუსტეო და მე ვუთხარი, რომ qualified lead-ი არის ის lead-ი, რომელიც გადაიხდის და იყიდის სერტიფიკატს და არა ის lead-ი, რომელიც უბრალოდ დაინტერესდება და საკონტაქტო ინფორმაციას დაგვიტოვებს. ამიტომ გვითხრა ესეთი მაღალი თანხა CPA-ში. ამიტომ შეგვიძლია მოვუბრდიშოთ. Sorry, I meant qualified lead as a person who is interested ხო, ანუ კარგი არის, რომ დაიჭირა ჩვენი შეცდომა და უაზროდ არ დაგვიგენერირა არარეალისტური media plan-ი. აი, შემდეგ გვეკითხება, what is your current lead to sale conversion rate? მაგალითად, ყველა შემოსული lead-დან 2% არის, ვინც კონვერტირდება. საბოლოო ჯამში ახლა გვიგენერირებს, ეთყობა მორჩა უკვე კითხვების დასმას და გვიგენერირებს სიტყვიერად ამ media plans. მაგრამ რეალურად ჩვენ სიტყვიერად არ გვჭირდება ეს media plan-ი. ამიტომაც მივწერთ ესეთ რაღაცას. Media plan needs to be in a tabular form. The columns should be channel, campaign type, campaign objective, targeting, campaign budget, estimated CPR, estimated results, estimated clicks. აქ რაც შეგიძლიათ, ის შეგიძლიათ ჩაწეროთ, ან რაც გჭირდებათ, თქვენ რის დანახვაც გჭირდებათ, რეალურად ის შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ და საბოლოო ჯამში მივალთ იმ ლეველამდე, რომ დაგვიგენერირებს ჩვეულებრივ media plans, რომელიც შეგიძლიათ გადაკოპიროთ Excel-ში. თუმცა, აუცილებლად ChatGPT ისეთივე გამოცდილი ვერანაირად ვერ იქნება ციფრულ მარკეტინგში, როგორც რეალური ციფრული მარკეტერი. ამიტომ ეხლა ჩვენ კი არ წაგვეკითხავს ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს ყველაფერი და თუ ან რაღაცაში არ ეთანხმებით, ან რაღაცის შეცვლა გინდათ, ჩვეულებრივად მიწერ, რომ აი მაგალითად 2% conversion rate კი არა, მაგალითად 3% მინდა conversion rate. ან ნებისმიერ რამეში, მოკლედ, თუ არ ვეთანხმებით, მივწერთ და შევაცვლევინებთ ამ media plans იქამდე, სანამ არ მივიღებთ ისეთ media plans, რომელიც ჩვენც მოგწონს, კლიენტსაც მოეწონება და ზოგადად makes sense. ესე გამოიყურება ეს media plan-ი, რომელიც დაგვიგენერირა. რო შევხედოთ ახლა გავს media plans ნამდვილად, ჩემი გამოცდილებით არც ისე ცუდად აგენერირებს ხოლმე, მაგრამ მაინც აუცილებლად საჭირო არის, რომ ყველა ნაწილს გადავხედოთ აბსოლუტურად და თუ რაიმე არ მოგწონს, ვუთხრათ, რომ შევცვალოთ და მეტიც მოვაფიქრებინოთ, როგორ შევცვალოთ უკეთესობისკენ. კარგი, მე მგონი ეს იყო და ეს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ თუ აქ ხართ. თუ რამე კითხვები გაქვთ? მადლობა თქვენ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობთ. ანა, დიდი შეკითხვა მადლობა, არის? საინტერესო იყო. ერთი კითხვა მაქვს მე.
ეს მაინტერესებს თუ შეგიძლია რომ ეს პრეზენტაცია გაგვიზიარო იმ ჩამასთან ერთად რაც გამოგვეგზავნება ჩანაწერი თუ არის შესაძლებელი თუ ბევრი აი მაკო გამოგიგზავნით როგორც ვიცი ლინკთან ერთად ჩანაწერის ლინკთან ერთად გამოგიგზავნით პრეზენტაციას მადლობა მაკო იმიტომ რომ ბევრი საჭირო რაღაცები აქვს პრეზენტაციაში და გამოვადგებ და ესეთი კითხვა მაქვს კიდე რასაც რომელ ბოტსა ანუ ChatGPT-საც იყენებდი ხო დავაკვირდი რომ მოდელი იყო 4O ხო ეს ანუ ფას ვერსია ფასიანი სავარაუდოდ კი ფასიანი ვერსია არის მაგრამ ნუ ეხლა რა თქმა უნდა უფასო ვერსია ესეთ პასუხებს არ დაგიგენერირებთ შეიძლება ბევრად უფრო მეტი გაწვალოთ მაგრამ ანუ რის თქმა უნდა იცით ან ციფრული მარკეტერი თუ ხართ და რაღაც თუ ამ მიმართულებით მუშაობთ იმდენ რაღაცაში შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ChatGPT რომ თვეში $20 არის არაფერი მაგ ყველა სიკეთესთან მიმართებით რა სიკეთეთ შეიძლება რომ მოიტანოს და როგორც შეიძლება რომ გაგიმარტივოთ საქმე ამიტომ ორი გზა არის ერთი ის რომ გადაიხადოთ ეგ $20 მართლა ღირს ნამდვილად მეორე გზა ის არის რომ თუ კონკრეტულ სააგენტოში ხართ ან კონკრეტული დამსაქმებელი ყავთ მოსთხოვოთ ამ სააგენტოს ან დამსაქმებელს რომ გიყიდოთ ChatGPT იმიტომ რომ რავი თქვენ პროფესიულ საქმეში დაიხმაროთ და არა რაღაც პირადი მოხმარებისთვის არამედ საქმისთვის და მართლა გამოგადგებათ თქვენს და თქვენს კომპანიასაც კი ბატონო, ანუ ორი სიტყვით რომ შევადაროთ, ყველა ვარიანტში პლუს ვერსიით ბევრად უმჯობესია მუშაობა, ბევრად უფრო უკეთეს შედეგებს დებს და შეიძლება ითქვას, რომ უფასო ვერსია ძალიან საწვალებელია და შეიძლება ცუდი შედეგები დადოს, ხო? მაგრამ სიმართლე გითხრათ, ანუ DeepSeek-ის უფასო ვერსია არის კარგი ალტერნატივა ჩემი აზრით. ჯერჯერობით არ არის ეხა სუპერ დახვეწილი, მაგრამ ბევრ რაღაცაში გამოიყენებთ ზუსტად ისე როგორც ChatGPT-ის paid ვერსიას და თუ მაგალითად ვერ მოახერხებთ ყიდვას ChatGPT-ის აკაუნთის ან ვერ მოახერხებთ იმას რომ კომპანიამ გიყიდოთ subscription-ი სადეთ DeepSeek-ის უფასო ვერსია, უფასო არის სადაც DeepSeek-ი და სადეთ ChatGPT-ის უფასო ვერსიაც და შეადარეთ აბა რომლის პასუხები უფრო მოგეწონებათ ერთი და იგივე პრომპტებზე. დიდი მადლობა. მეგობრებო, სურვილი ხომ არ გაქვთ რომ გადავირბინოთ ციფრული მარკეტინგის კურსი, რომელსაც ანაუწყება და ვაპირებთ დაწყებას უახლოეს მომავალში. თუ სურვილი გაქვთ, გადავუყვებით და შინაარსზე გავამახვილებთ ყურადღებას. მე ლინკიც ჩავაგდი ახლა. აი მე მაინტერესებდა კაკრას შეკითხვა უნდა დამესვა მაგ კურსთან დაკავშირებით დეტალებზე. კი, გესმენთ. ანა, კიდე შენ გააზიარო რა ლინკიც. ანუ ღირებულება ან სიტყვაზე 1400 ლარი ღირს და ლექციის რაოდენობა. კი, გეტყვით, ახლა 21 შეხვედრა არის, თითოეული შეხვედრა არის 2 საათიანი, 42 საათიანი კურსი არის, სულ არის 21 შეხვედრა, კვირაში 2 ჯერ ტარდება საღამოს საათებში. ჩანაწერები კეთდება, კურსის დასრულებიდან კიდევ 3 თვე გექნებათ წვდომა ჩანაწერებზე, 1400 ლარი ღირს და 4 თვეზე განაწილების შემთხვევაში თვეზე მოუწევს 350 ლარი. TBC-ის საქართველოს ბანკის კრედოს ან კიდევ რომელიღაც ბანკი არის, რომელიც 4 თვეზე სულად უპროცენტო დანაწილებს და ასევე Liberty Stop Card-ით 6 თვეზე შეგიძლიათ გადაანაწილოთ 223 ლარი გამოდის. ეს არის სილაბუსი თუ გაინტერესებთ. აი, ბატონო? შემიძლია სადმე გავიგო ან ინფორმაცია თუ გაქვთ, აი რა კომპანიებთან გაქვთ თანამშრომლობა სიტყვაზე Smart Academy-ის ან სიტყვაზე რა კომპანიებს შეიძლება წარმატებული კურსდამთავრებულის დასაქმება მაგალითად. მაგას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მეგობარი კომპანიების სია გამოქვეყნებული არის საიტზე, ზემოთ აი საიტზე არის მითითებული ესეთი ღილაკი. მან არის რომლების ლოგოებიც უკვე გვაქვს მოწოდებული, ისინი არიან განთავსებულები და გზაშიც არის ბევრი, იმიტომ რომ ცალკე დეპარტამენტი არის, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს, რომ ახალი მემორანდუმები გავაფორმოთ. თუმცა როგორც გითხარით, დამოკიდებული არის ბევრ რაღაცაზე, სტუდენტი დასაქმდება თუ არა და ძირითადად სიმართლე გითხრათ მუშაობენ ხოლმე ფრილანსერად სხვადასხვა პროექტზე, დისტანციურად მათ შორის, ზოგიერთი სტუდენტი 2 სხვადასხვა კომპანიაზე მუშაობს და ასე შემდეგ. მკვეთრავად.
გასაგებია, მადლობა დიდი. საინტერესო იყო ძალიან ყველაფერი. თვითონ კარიერის განვითარების გუნდი ჩვენ ბაზა გვაქვს, რომელსაც სტუდენტთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ვანახლებთ ხოლმე. ვიკვლევთ ხოლმე თითოეული სტუდენტის პირობებს, ზოგიერთი თქვათ იგივე თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ remote დასაქმებას განიხილავს, ზოგიერთი სტუდენტია და მხოლოდ ხელშეწყობით მოქნილ გრაფიკს განიხილავს და ასევე ვიცით ვინ რა ენაზე საუბრობს და შეუძლია საკომუნიკაციოდ გამოიყენოს ესა თუ ის ენა და მოკლედ როგორც კი პარტნიორი გვიკავშირდება, ან თუნდაც არა პარტნიორი, ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, პირდაპირ ვიცით ხოლმე ვის უნდა მივმართოთ, ანუ ვინც იმ მომენტში აქტიურად ეძებს სამსახურს, მათგან გვაქვს ნებართვა, რომ ვაკანსიები გავუზიაროთ და ასევე ამ პარტნიორებს გავუზიაროთ მათ შესახებ ინფორმაცია, ანუ ყველა სტუდენტს არ ვაწუხებთ, რა თქმა უნდა, მუდმივად. კურსის დატყევის თარიღი ცნობილი არის თუ ჯერჯერობით არა? კი, ლინკი გავაზიარე, 6 მარტს იწყება სწავლა, 2.5 თვე გრძელდება, სამშაბათს და ხუთშაბათს იქნება შეხვედრები 8-დან 10 საათამდე. ლინკი მივპინე, ასევე მივპინე სილაბუსი, სილაბუსზე შეგვიძლია შიგნით შევიდეთ დეტალურად, სადაც არის ჩაშლილი თითოეული თემა. ანა, შეგიძლია შენ მადღილაკით რომ გადახვიდე? კი, ეწამე. მან ჩამოსქრონა და აი სილაბუსის ღილაკია კურსის ჩუქების ქვემოთ. ოდნავზე მომთმაბადია? აი ხავანდა. გადავთ თუ არა? მე მგონი არა. აქეთ ხარეს თუ ორი ეკრანი გაქვს. ახლავე გაგიხსენთ მეგობრებო და გადავირბინოთ უცებ. თანმიმდევრობა ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული და სწრაფად გეტყვით, რას მოიცავს ჩვენი შესანიშნავი კურსი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს კურსი ძალიან დიდი ხანია გვაქვს, ახალხანს განვაახლეთ ოღონდ გარკვეული თემები და არ ვიცი, ხსმენიათ ალბათ თიო ზარნაძე, ჩვენს მოწვეულ ლექტორებს შორის დიდი ხანია არის და ძალიან მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე ამ სასწავლო პროგრამაზე ანაც მოვიწვიეთ და კოლეგები არიან თიო და ანა და მოკლედ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენგან, რომ ეს დიდი გამოცდილება სტუდენტებს გაუზიარონ. შეგვიძლია დავიწყოთ და ესეც გადავიაროთ უცებ. თვითონ კურსს რაც შეეხება, რა თქმა უნდა მიმოვიხილავთ შესავალს ციფრულ მარკეტინგში, განსაზღვრავთ რა არის ციფრული მარკეტინგი, საქართველოში რა ციფრული არხები არის გამოყენებული, ასევე განვიხილავთ სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიონალებს, ვინ არიან, როგორ იკვეთება მათი კომპეტენციები, ტერმინების ჰენდბუქი გექნებათ, რა ტერმინი რას ნიშნავს და ციფრულ მარკეტინგში ზოგადად რა ტერმინები გამოიყენება და გექნებათ პრაქტიკული დავალებებიც, ასევე გექნებათ კვიზები, შუალედურები და მოკლედ დავალებები ყოველთვის ყველა ლექციის შემდეგ გექნებათ. შემდეგი ლექციის თემა არის Facebook-ი და Instagram-ი როგორც კონტენტ მარკეტინგის ჭრილში, კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობა, კონტენტის დაგეგმვა როგორ ხდება და რა მიღებული პრაქტიკები არის ამისთვის, Facebook და Instagram page-ების შექმნა, მართვა, კონტენტის დაფაბლიშება, რა ტიპის კონტენტი შეგვიძლია დავაფაბლიშოთ და არის ხელმისაწვდომი Facebook-ზე, ასევე copywriting-საც შევეხებით ძალიან მოკლედ. შემდეგ ლექციაზე უკვე განვიხილავთ Facebook-ს და Instagram-ს როგორც სარეკლამო არხებს, ბიზნეს სუტის და ბიზნეს პორტფოლიოს შინაარსს, ბიზნეს მენეჯერის შექმნას, იუზერების და ციფრული ასეტების თავმოყრას შექმნას და ბიზნესში დამატებას, ads მენეჯერის შექმნას და მის პარამეტრებს და ასევე ანგარიშის უსაფრთხოების დეტალებს. მე განვიხილავთ რეკლამირების ძირითად ტიპებს, რეკლამის მიზნებს, ანუ ციფრულ ჩენელებში აქ იქნება კონკრეტულად მეტას ჭრილში რა ობჯექტივები და ციფრული მიზნები არსებობს რეკლამირებისთვის, ასევე როგორი იერარქია არის ads მენეჯერში რეკლამების, ასევე განვიხილავთ ბიუჯეტების ნაწილს, დღიურ ბიუჯეტებს, lifetime ბიუჯეტებს და ზოგადად რა ტიპის ბიუჯეტები შეგვიძლია გქონდეს მეტაზე, ასევე პოლიციებს, restriction-ებს და support-თან დაკავშირებას გავივლით, მიზანწვდომა და განთავსებები, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, buyer persona-ს შექმნა, targeting-ის საშუალებებს განვიხილავთ, რაც მეტაზე არის ხელმისაწვდომი. Placement-ებს განვიხილავთ, რამდენი სხვადასხვა placement-ი აქვს მეტას პლატფორმას და რომელი რეკლამისთვის რომელი placement-ი არის უფრო მიზანშეწონილი და უფრო ეფექტური.
მე განვიხილავთ რეკლამის მიზნებს, ფორმატებს, advertising-ი ფანელის შინაარსს და როგორ დავგეგმოთ ჩვენი კამპანიები ამ ფანელის მიხედვით. აუცილებლად განვიხილავთ meta pixels და retargeting-ს და sale-ების ნაწილს. კითხვა აქვს მგონი რაღაცას? არა. კი, 16 placement-ია თუ სწორად მახსოვს. ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს, მაგრამ ბევრი არის ხო, სადღაც 15-დან 20-მდე იქნება. შეიძლება ზუსტად გახსოვთ, არ ვიცი. შემდეგ ლექციაზე გავივლით, ესე იგი, lead-ებს, messaging-ის ობჯექტივებს, ასევე აპლიკაციის promotions Android-ის და iOS-ის შემთხვევაში. ასევე დამატებით ინსტრუმენტებზე ვისაუბრებთ, attribution მოდელებზე ვისაუბრებთ, reporting-ის page-ზე, insight-ებზე და ამ insight-ების exports ვისწავლით, ასევე გაგიზიარებთ რეკლამების და კამპანიების ოპტიმიზაციის checklist-ს, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ არ ვართ კმაყოფილები რეკლამის შედეგებით. მეათე ლექციიდან უკვე გადავდივართ Google-ის ნაწილზე, სადაც ვიწყებთ Google Analytics-ით, Google Analytics-ის ფუნქციონალით რეპორტებით და ზოგადად კოდის დაგენერირებით და ვებგვერდში ჩასმით, აწყობით და მოკლედ მთლიან ფუნქციონალს Google Analytics-ის სეტაპის და გამოყენების, ასევე Google Ads განვიხილავთ, როგორ შევქმნათ აკაუნთი და როგორ გამოვიყენოთ, რა რეკლამის ტიპები არსებობს, რა სტრატეგიები არსებობს, რა მიდგომები არსებობს. მე განვიხილავთ თითოეულ კამპანიას one by one, დავიწყებთ search კამპანიებით, მე იქნება display კამპანიები, ვიდეო კამპანიები, აპლიკაციის კამპანიები, მე placement-ებზეც ვისაუბრებთ, ასევე ვისაუბრებთ smart კამპანიებზე, demand და performance max კამპანიებზე. აუცილებლად გავივლით Google-ის merchant centers, რაც e-commerce-ისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეტი და გავივლით shopping ads და ზოგადად დასეტაპებას მთლიანად e-commerce რეკლამისთვის და ასევე აუცილებლად გავივლით conversion tracking-ს, როგორ ავაწყოთ tracking-ი Google Tag Manager-ში, როგორ დავაგენერიროთ კონვერსიები, როგორ გავლინკოთ Google Analytics-ი და სხვა საჭირო პლატფორმები Google Ads-თან და პირიქით და მერე გავივლით reporting-ს და დამხმარე თულებს reporting-ში, მაგალითად ისეთ თულებს, როგორიც არის Looker Studio. ამის შემდეგ კი უფრო სტრატეგიულ ნაწილზე გადავალთ და ვისწავლით რა არის ციფრული სტრატეგიის შემადგენელი კომპონენტები, გაყიდვების ძაბრი როგორ გამოიყურება, მიზნების განსაზღვრა როგორ უნდა მოხდეს, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, KPI-ების და ციფრული გეგმის შემუშავება და ასევე ვისაუბრებთ LinkedIn-ზე, LinkedIn Campaign Manager-ზე და LinkedIn-ის ედებზე. ასევე შევეხებით საბაზისოდ WordPress და WordPress-ის ფუნქციონალს, ვებგვერდის საჭირო ინტეგრაციებსაც განვიხილავთ, Search Console-ს რა არის და როგორ ვიყენებთ, SEO-ს საბაზისო პრინციპებსაც გავივლით, email marketing-ზეც ვისაუბრებთ აუცილებლად და ბოლოს გვექნება ფინალური შეხვედრა, სადაც საბოლოო პროექტის ციფრული სტრატეგიის პრეზენტაცია და დეტალური უკავშირი გვექნება. ანუ საბოლოო ჯამში ამ კურსის განმავლობაში სიღრმისეულად ვისწავლით ციფრული მარკეტინგის საფუძვლებს, რას ნიშნავს რა არის, რისგან შედგება და საფუძვლიანად ვისწავლით Meta-ს და Google-ის პლატფორმებს, ისე რომ შეგეძლებათ უპრობლემოდ იმუშაოთ ამ პლატფორმებზე, იცნობდეთ ინტერფეისს და იცნობდეთ შესაძლებლობებს თითოეული ამ პლატფორმის. თუმცა ასევე განვიხილავთ სხვა პლატფორმებსაც, მაგალითად თუ დაინტერესება იქნება სტუდენტების მხრიდან, შეგვიძლია განვიხილოთ TikTok-ის ნაწილი, რომელსაც ახლახან დაემატა boosting-ის ფუნქცია და შეიძლება ძალიან მალე TikTok-ის Ads Manager-იც გაიხსნას, ან სხვა ნებისმიერი საინტერესო channel-ი, რომელიც შეიძლება იყოს სტუდენტისთვის, ასევე შეგვიძლია AI თულებიც გადავიაროთ და მოკლედ არ ვართ შეზღუდულები ამ ნაწილში. კიდევ ხარ გაქვთ რამე კითხვები? მე როგორც ვიცი, TikTok-ზე დარეკლამება არ შეიძლება და თურმე შესაძლებელი ყოფილა?
კი, ახლა ხან გაიხსნა ეგ ფუნქცია, თუმცა აი Ads Manager-დან რეკლამის გაშვება არ არის შესაძლებელი. Ads Manager-ზე არ გვაქვს ცდომა, მაგრამ შეგვიძლია რომ დავბუსტოთ კონტენტი, რაც ძალიან გვიზღუდავს იმ შესაძლებლობებს ზოგადად, მაგრამ მაინც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არის და უკვე შეგვიძლია რომ რეკლამები გავუშვათ TikTok-ზე და ამ ნაწილზეც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ თუ შემომიერთდებით ამ კურსზე.